აკრძალვა არის ესეთი ხისტი ნაბიჯი, ხო, რომელიც ახლა რუსაც არ გაუკეთებიათ. პარტიების აკრძალვა ან არ აკრძალვა ჩემთვის დიდად არ ცვლის სურათს, იმიტომ ჩვენ უკვე ვართ ავტორიტარიზმში. რამდენი პარტია არ არსებობდა სოფლიოში დაურეგისტრირება, რომელიც ცვლილება მოახდინა, ხო? ისეთი ჭაობია უკვე შექმნილი ქვეყანაში. თუ არ შეიცვალა და ალტერნატიული პოლიტიკა არ გაკეთდა. მე რო გუშინ ჩავჯექი ტაქსში და ტაქსისტმა რომ მითხრა კი არ მომწონს ეს ხელისუფლება, მაგრამ რა არის ალტერნატივა? სტრატეგიული ხაზი არის დასალაგებელი და რას ვაკეთებთ? თუ არ დავაგვიანეთ და რა შანსი გვაქვს ამ ალტერნატივის შექმნის? უნდა შეიქმნას ძალიან გონივრული პასუხები ყველა იმ პროპაგანდისტულ მეშიზე, რომელიც არსებობს. ამ შემთხვევაში უნდა გამოვიდეთ ჩემი აზრით პარტიული ჩარჩოებიდან. რას ნიშნავს ეს? კარგად რო ავხსნათ. ეს ნიშნავს როდის მინდა ცვლილება დღეს. ეხლა რო გავალთ დამხვდეს ცვლილება. როდის მოხდება ცვლილება, რავი, რას გავაკეთებთ იმის მიხედვით. გუშინ გამოვიდა თემურ ჭყონდინ და თქვა რომ ამ ხელა კაცი ვარ დავფერდი რას არ მომწრები ვარ, მაგრამ ასეთი მასშტაბის კორუფცია ჯერ არ მინახავს. როგორც გვინმეს იჭერენ, პირველი შეკითხვა არის, რომ იცნობდა თუ არა ღარიბაშვილს. დინარაძე თვითონ გამოდიოდა და ამბობდა, რომ ბიზნესმენები არიან, ღარიბაშვილის მშობლები და ო, რა გაგიკვირდათ ერთი ჩარტერიო. მინიმუმ 500 მილიონი და მილიარდამდე იხარჯება ლოიალობის შესაყიდლად. რომ დაიღო ავანსად მილიონები და მე გაქრა. ზა ეს რიჟვაძე რომ მოაშორო ბათუმში ესე იგი ვერაფერს ვეღარ აწყობ საერთოდ და ბიზნესსა და ეს კი რაზე მეუბნები. მე მგონია რომ გაყიდვაც არ უნდა უნივერსიტეტების ყიდვა უნდა ჭავჭავაძეს, ანუ ფული აქვს და საწაიღო ნარციან და მგონია რომ ილეონის პროსტა შენობები შეძენა უნდა და უბრალოდ ველოდები დღეს, როდესაც ის დამირეკავს რომ იტყვის რომ რუსთაველზე რომელზე მოვიდე. საღამოშვიდობისა, ეს არის გადაცემა აქცენტები, მე ვარ ეკა კვესიტაძე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ ხართ პლატფორმაზე მისმინე. ჩვენი თხოვნა გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიქოთ პოდკასტები, დააკომენტაროთ, გადააზიაროთ და ამით ხელს შეუწყობთ ჩვენი არხის პოპულარიზაციას. მოკლედ, გადაწყვეტილება მიღებულია პარტიების აკრძალვის შესახებ. ეხლა არის კითხვა ჩვენ რა ვშვებით, რა შვება ოპოზიციური სპექტრი და როგორ უნდა განვითარდეს პოლიტიკური პროცესები. რადგან პროტესტი ერთია და ძალიან მნიშვნელოვანია და ამ კუთხით რუსთაველის პროტესტი მართლაც ასრულებს ისტორიულ როლს, ეს სიჯიუტე, სიამაყე, ყოველდღე ქუჩის გადაკეტვა იმის მიუხედავად, რომ თითოეულმა ადამიანმა იცის, რომ ეს აუცილებლად დაუჯდება თავისუფლების აღკვეთად. ადამიანები ისე მიდიან ამ ნაბიჯზე, რომ ამაყად იხთიან ქუდს, არიფარებენ სახეს და ამბობენ, რომ აი აგერ ვართ და დამიჭირეთ სამშობლოს სიყვარულისთვის. ეს პროცესები მე დარწმუნებული ვარ, რუსთაველის პროცესი ჩვენს ისტორიაში ჩაიწერება ძალიან დიდი ასოებით და ძალიან ბედნიერები ვართ გარედან რომ შევხედოთ, ცოტა დისტანციურად რომ შევხედოთ, რომ ამ პროცესების თანამონაწილეები ვართ. მაგრამ პროტესტი მაშინ არის ძლიერი, როდესაც პარალელურად მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი. და დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ ამ პოლიტიკურ პროცესს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ავტორიტარიზმს აქვს ბევრი საყრდენი, ეს საყრდენებით შეგვიძლია ჩვენ გავშალოთ ამ გადაცემაში, მოვყვეთ ამის შესახებ, მაგრამ მთავარი რამ არის უალტერნატივობა. ქართულმა ოცნებამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის და უნდა ვთქვა, რომ პარტიებმაც ხელი შეუწყეს, რომ მომხდარიყო ოპოზიციურ სპექტრში დეზინტეგრაცია, ერთმანეთთან დაშორება, გაუცხოება და ასე შემდეგ. და შესაბამისად, როდესაც დღეს ადამიანი იკითხავს ან შიგნით, ან გარეთ, რა არის ალტერნატივა? აი ამაზე არა გვაქვს მოკლე პასუხი და ეს არის ჩემი აზრით დღეს უდიდესი პრობლემა. თუ ამ კითხვას არ გაეცა მოკლე, მკაფიო თვალნათელი პასუხი, ამის გარეშე ძალიან ძნელი იქნება რაიმე პოლიტიკურ პროცესზე ვილაპარაკოთ. მოკლედ ამ პრობლემას ყველა ხედავს და დღეს ეს მინდა ეს თემა ჩვენ გავშალოთ. ძალიან საინტერესო ადამიანებთან ერთად არ შემრჩევია პარტიების თუ ასე ვთქვათ მოძრაობების მიხედვით, შევარჩიე იმის მიხედვით თუ რამდენად საინტერესოდ ხედავენ ეს ადამიანები მოვლენებს. დიმაც ქიტიშვილი დიმა უკვე აღარ არის გახარიას პარტიის წევრი, თუ ვთქვათ ეს ინფორმაციას ჯერ თქვენ ყურამდე არ მიუღწევია, მან თავის გადაწყვეტილება მიიღო
ეგრეთ წოდებულ ადგილობრივი არჩევნების წინ, რადგან არ ეთანხმებოდა პარტიის პოზიციას, ლევან შატბერაშვილი, ფილოსოფოსი, რომელიც წარმოადგენს თავისუფლების მოედანს და ლევან ღამბაშიძე, ასევე ფილოსოფოსი, ასე რომ დღეს ესე იგი ორი პრაგმატიკოსი და ორი ფილოსოფოსი ვისაუბრებთ ქვეყანაში, ანუ როგორ უნდა შეიქმნას ეს ალტერნატივა. მოკლედ, დიმა, პირველ რიგში შენთან დავიწყებ საუბარს, რადგან იყავი გარკვეული ხნის განმავლობაში ქართული ოცნების წევრი და უფრო მეტი შეხება ქონია ამ ადამიანებთან, ვიდრე მას შორის კობახიძესთან, არ ვიცი ივანიშვილთან რამდენად, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში შიდა ცოდნა ჩვენზე უფრო უკეთესი გაქვს. აი ფიქრობდი თუ არა, რომ პროცესები მივიდოდა აი პარტიების გაუქმებამდე და შენი აზრით აი რა ლოგიკას ხედავ, ანუ რაში ჭირდება ივანიშვილის რეჟიმს ახლა პარტიების გაუქმება, რას მოუტანს მას, რა სარგებელს მოუტანს. ზიანი კიდევ ერთხელ უფრო დიდი იქნება თუ არა, უფრო ზიანი უფრო დიდი, ვთქვათ, იგივე არალეგიტიმურობის კუთხით. მადლობა, მოგესალმებით, მოგესალმები მაყურებელს. პირველი ალბათ ვიტყვი იმას, რომ ის პერიოდი და ის ჩემი ცოდნა ქართული ოცნების შემადგენლობის სრულიად არარელევანტურია ახლა, იმიტომ რომ მე არ ვიცი, მგონია ზოგჯერ ადამიანებს შეცვალეს, იმდენად განსხვავებულია მათი დამოკიდებულებები და მაქცევები და ამიტომ მე ეს ვთქვათ აშკარად მოწყვეტილი ვარ იმ რეალობას, სადაც ისინი არიან დღეს, ნუ ამ პირიქით არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს დისტანცირება არის. მე მართლა აღარ ვიცი, მიუხედავად რომ პირველად ვიცნობ, მაგრამ არ ვიცი ვინ არიან ახლა. იმიტომ რომ ეს ხალხი მე სულ სხვა დინამიკაში მახსოვდა, სულ სხვა ამოცანებს, დახურულ შეხვედრებს და ღიაზებს, მაგრამ დღეს სულ სხვა რაღაცებს აკეთებენ. ამიტომ ეს ცოდნა დავკარგე, უბრალოდ მე ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ანალიზს ვაკეთებ იმით, რასაც ხედავ და ვცდილობ რომ ასე თუ რამე ინფორმაცია ესე ვთქვათ იქნება კიდე, ისიც გავანალიზო. ეხლა რასთან გვაქვს საქმე, ალბათ ყველაზე რთული კითხვა, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში ლოგიკა ბოლომდე არ იძებნება ხოლმე, ან ზუსტად ამოცანა, რომელსაც ისახავს კონკრეტულად ივანიშვილი, ამ გადაწყვეტილებით ბოლომდე შეიძლება ასე ვთქვათ, ვერ ამოხსნათ, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ ლოგიკას არ ექვემდებარებოდეს იმის ქმედებები, თუმცა ფაქტია, რომ მან უკვე დაამყარა სამართლებრივად ჩვენ გვაქვს და ალბათ ყველა იურისტი ამაში დამეთანხმება, სამართლებრივად ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, ჰეგემონური ავტორიტარიზმის დამახასიათებელი ყველა ნიშანი, უბრალოდ ვერ შედგა ეს ავტორიტარიზმი ჯერ ბოლომდე, იმიტომ რომ არსებობს ჯერ კიდე პროტესტი, არსებობს ჯერ კიდე ადამიანები, რომელიც ბოლომდე გაჩუმებულები არ არიან, არსებობს ჯერ კიდე სუსტი და დასუსტებისკენ მიმავალი მედია, მაგრამ ჯერ კიდე არსებობს და თავისუფალი სიტყვა ისმის, არსებობს ესო ციფრული სამყარო, სადაც ეს მედია კიდე უფრო თავისუფალია და კიდე უფრო, ასე ვთქვათ, ღია ბრძოლაშია და ასე შემდეგ. ანუ რაღაც კომპონენტები არის, მაგრამ ბრძოლა თუ დასრულდა იმ მომენტში შედგება ჩემი აზრით ავტორიტარიზმი და გადავალთ კიდე უფრო ახალ ვითარებაში. ახლა პარტიების აკრძალვა ან არ აკრძალვა ჩემთვის დიდად არ ცვლის სურათს, იმიტომ ჩვენ უკვე ვართ ავტორიტარიზმში, ახლა პარტიული სტრუქტურა რომელიღაცას აკრძალავენ და რომელიღაც არა, ეს არ ცვლის არაფერს. თუნდაც ერთი პარტია აკრძალოს, რაც ასევე შესაძლებელია, რომ მხოლოდ ნაცმოძრაობა აიგრძალოს და არა დანარჩენები პირობითად, ხო? ესეც არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ რეალურად თუ ბრძოლას ვიგებ და ჩვენ მივდივართ იქ, სადაც შეიძლება ცვლილებები დადგეს, ეს შეიძლება იყოს იზოლებით, ანუ აიძულოს ხელისუფლება, რომ დანიშნოს არჩევნები გარეშე იქნება ახალი არჩევნები თუ ნებისმიერი ფორმის, ან მივდივართ ისეთ არჩევნებზე 28-ში თუნდაც რომელიც რიგითი არჩევნებია, მაგრამ მივდივარ და ვიღებთ ყველა მონაწილეობას, ჩვენ იმ შემთხვევაში შეგვიძლია რამე თეორიული გამარჯვებას მივაღწევთ, თუ ჩვენ წინსწრებით არჩევნებამდე გარკვეულ გამარჯვებებს, ანუ როგორც პროტესტი მივაღწევთ. თუ ჩვენ ვერ მივაღწიეთ გარკვეულ გამარჯვებას, თუ ერთობა იქნება თუ რაღაცა პოლიტიკური ძალების რაღაცა გაერთიანება, კონსოლიდაცია თუ სხვადასხვა ჯგუფები ვერ მიაღწევენ იმას, რომ გამოასხიონ ძალა და გარკვეულად ცოტა შეაშინონ და ააფრთხონ რეჟიმი, ამ შემთხვევაში პარტია იქნება თუ არ იქნება, დიდად მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ აპრიორი წაგებული იქნება. თუ მაგალითად 4 ოქტომბრისავე წავედით არჩევნებზე, როგორც 4 ოქტომბერს მოხდა, ზოგი წავიდა, ზოგი არ წავიდა, ზოგმა რევოლუცია დაამზადა. ესე თუ წავედით, გინდა ქონია პარტიები, გინდა არ ქონია, მაინც მოიგებს და მაინც იმ ხელუპირატესობით მოიგებს, რომ აზრი არ ექნება. ანუ კონსოლიდაციის გარეშე რეალურად თუ ჩვენ წინსწრებით არ მოვიგეთ არჩევნები, ანუ არჩევნებამდე თუ არ მოვიგეთ, მორალურად თუ საზოგადოებამ წლიანად არ გადავტეხეთ. მომხრეებში არ დავარწმუნეთ, რომ ეს გამარჯვების პროექტია და ესე ვთქვათ, მოწინააღმდეგეები არ დავარწმუნეთ, რომ ისინი წარმავალები არიან, ეს 4 ოქტომბერს ამის საპირისპირო მოხდა, მე ვიტყოდი, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ გინდა პარტიების შეხვიდეთ ამ სისტემაში, გინდა პარტიების გარეშე, ყველა შემთხვევაში დავმარცხებდა. თუ ჩვენ ეს
მდგომარეობა გარდავტეხეთ, მაშინ პარტიები თავისთავად მოუწევთ აღდგენა და ეს ყველაფერი იქნება. ოღონდ შეიძლება ცოტათი ტექნიკურად სამართლებას ცოტა სხვანაირად გაფორმდეს, მაგრამ მათ მოუწევს უკან დახევებით და უკან დახევების უკან თვითონ რა შეჭირდება? ეს ეხლა ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ეს გამარჯვების ფორმულა რა არის, ხო? საგარეო თვალსაზრისით ეს აშკარად კიდევ უფრო ცუდ ანუ არალეგიტიმურობას მაცას კიდევ უფრო გაამყარებს აღქმას იმისა, რომ ეს არის უკვე კიდევ უფრო მყარი ავტორიტარული რეჟიმი, იმიტომ რომ ავტორიტარიზმს თავისი, ასე ვთქვათ, ფერები აქვს, ხო? და ჩვენ ეს ამ ფერების ცვლილება. ახლა ბელორუსეთში და რუსეთში რამდენადაც ვიცი კონკრეტულად რომელი პარტია აკრძალული არ არის. უბრალოდ ისეთი ბარიერები შექმნეს, რომ პარტიების რეგისტრაცია არის წარმოუდგენელი. თუ არ უნდა მოყვება ახლა პარტიების რეგისტრაცია. ხო, მაგრამ ანუ ნახე აღქმისთვის აკრძალვა არის ესეთი ხისტი ნაბიჯი, ხო, რომელიც ახლა რუსეთს არ გაუკეთებიათ სწორად მახსოვს და არც ბელარუსს, რომ რაღაცა კონკრეტული აეკრძალა. ანუ ისეთი გზით მიდის, რომ საერთოდ ავტორიტარიზმი სარგებლობს იმით, რომ რაღაცები იმ გზით გააკეთოს, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებებს იძლევა, ხო? მაშინ თორსტები საბჭოთა 20-იანებში მოხდა, ხო? საბჭოთა კავშირის შექმნის პირველ წლებში იყო ჯერ კიდევ რაღაც მრავალპარტიული, ხო? მერე იწყება 20-იანებიდან იწყება, თუ არ ვთქვი, სადაც მართლა აკრძალდა ეს პარტიულზე გადავიდა. ხა ამ ხაზს გააგრძელებს თუ არ გააგრძელებს, ეს უკვე ავტორიტარის და ვთქვა დიქტატორის გემოვნების საკითხი მგონია, მაგრამ ფუნდამენტურად თავისუფლების, ასე ვთქვათ, კომპონენტების კუთხით არაფერს არ შეცვლის. ანუ ჩვენი ბრძოლა ისეთივე მკაცრი იქნება და მძიმე, როგორც პარტიების არაგრძალვის შემთხვევაში, ან აკრძალვის შემთხვევაში. კი, ხო და მაგიტომ ვამბობ, რა შეჭირდებოდა ისეთი ხისტი ნაბიჯი, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლეოდა. ეხლა შენ თუ მაგალითად ეხლა და გადავალთ ამაზე, მე აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ გამარჯვების ფორმულას, რა როგორ ხედავთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს უნდა იყოს აქ ჩვენი მსჯელობის საგანი, მაგრამ აი მაგალითად თავისუფლების მოედანი, ხო, არ არის დარეგისტრირებული პარტიად, მაგრამ თავისუფლების მოედანი რო გამოვიდეს ეხლა და თქვას რომ იცი რა, არ დამარეგისტრირე, ჯერ ეს მომთხოვეს, მე ნუ გამოდის და ამბობს, ჯერ ეს მომთხოვეს, მე ის მომთხოვეს. აი ის იტყვის რომ ხო, აიტყობა ის საბუთი არ მიიტანა. ანუ ინტერპრეტაციის საგანი არ ეს არის მკაფიო ნაჯახივით ქცევა, რომელიც ვერანაირ ინტერპრეტაციას ვერ ექვემდებარება. როგორც ექცევენ თავისუფლების მოედანს, ეს არის ეგრეთ წოდებული რუსული სუვერენული დემოკრატია. და როგორც ექცევიან დანარჩენ პარტიებს, ეს არის ჩრდილოკორეული საბჭოთა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ცუდი მაინც არის, ხო? ანუ როგორც მაგრამ ანუ ეს ხისტი პოზიცია, რომელიც მათ აზარალებს, თუნდაც ყველაფერს თავი დავანებოთ საგარეო აღქმაში, რის მოპოვებასაც ცდილობენ ლეგიტიმაციის ამისკენ გადადგმული ნაბიჯი კი არა, პირიქით. აქაც მე ცოტა ისეთი განსხვავებულად უყურებ, რომ ლეგიტიმაციას ჩვენ რასაც ვფიქრობთ, ისინი მაგას არ ფიქრობენ. მათი ლეგიტიმაცია არის, რომ აღიარონ ისინი როგორც ავტორიტარები, ამ შემდგარი ავტორიტარული რეჟიმი, რომელსაც აქვს პოპულარული, ანუ სახალხო მხარდაჭერა და მათთან ჰქონდა ტრანზაქციული ურთიერთობები, როგორც აქ ბევრ სხვადასხვა ქვეყანას არადემოკრატიულს. ეს უნდათ და არა ის, რასაც ჩვენ ვდებთ ლეგიტიმაციაში, რომ სახალხო დემოკრატიული საყოველთაო სამართლიანად არჩეული, ეს არა აქვს და ის იციან, რომ არც იქნება მიღწეული, არც განსაკუთრებული სტრატეგიული ურთიერთობა არც ბრიუსელში უნდათ, რომ მაინდა ეს ასოცირების კომიტეტი და სხვამები გაიმართოს ან რაღაცა ხედავთ ხო ევრონესტიც არ წავიდე მიუხედავად იმისა რომ ჰქონდა თავისუფლად შესაძლებლობა ჩასულიყვნენ და ევრონესტის ასამბლეაზე მიიღოთ ეს მათთვის აღარ არის მნიშვნელოვანი მით უმეტეს არ მგონია ივანიშვილს აინტერესებდეს მისი მინისტრი ბოჭორიშვილი ვის ჩამოართმევს ხო თუ საერთოდ მიიღებენ თუ არ მიიღებენ და როგორ შეხვდება ეს მისთვის არ არის მნიშვნელოვანი თავარი არის მან ბიზნესი აკეთოს ამ ბიზნესის კეთებისთვის ანუ ის შავი ფულის გათეთრების ხაბი თუ უნდა რომ ჩამოაყალიბოს ეს მას აუცილებლად ჭირდება წლომა დასავლურ ბაზრებზე და ეს თუ ჩაიკეტა, მაშინ ეს შავი ფული სხვაგან წავა და ამისთვის შეიძლება სერბეთში წავიდეს, ან სხვაგან წავიდეს. აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. გადაიქცა სრულად ეს მას არ აწყობს. ამიტომაც ეს რაღაც ცდილობს, მაგრამ აი ეს როგორ ხდება მაგ ნაწილში, შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ნაცები გავაქროთ, ნაცები დავამარცხოთ, დავამთავროთ ნარატივის გაძლიერება, იმიტომ რომ თავის პარტიულ სისტემაში ეს ნარატივი ძლიერია, მნიშვნელოვანია და ამაზე დგან. რომ კი ჯერ კიდე ნაციონალურ მოძრაობას ეჯიბრებიან, იმ 9 წელს ეჯიბრებიან გაკეთებული და გაფუჭებულითაც რა რომ გაფუჭებულზე პროცესი ცუდები არა ვარ და გაკეთებით უფრო მეტი გზა გავაკეთეთ უფრო მეტი ანუ შეჯიბრება აქვს მაგათ აი ასე ვთქვათ ძირითადი საზომი აქვს აღებული წინა ხელისუფლება ცუდი და კარგითა და ეს მათი შიდა პრობლემაც არის და ამაზეც დგას მათი გარკვეული კონსოლიდაციის შიდა პროცესი ყველას არ ეხება მაგრამ დიდი ნაწილი ამის ირგვლივ არის გაერთიანებული თუმცა მე ერთი რაღაცა მინდა თქვა რომ ხა ჩვენ შეიძლება ესე ძალიან ვთქვათ ესეთი პოზიციიდან თქვენ როგორც შემოგთავაზეთ ძალიან ლოგიკური იყოს ეს ყველაფერი მაგრამ მე მაინც მგონია რომ როდესაც ვთქვათ ლაპარაკობთ ალტერნატივაზე უნდა ვუყუროთ თვითონ აი ამ სისტემის
ნაკლებს და ეს ნაკლი რაც ყველაზე მთავარი არის, მე მგონი არის ის რომ თავად ეს სისტემა, აი ჩვენ რასაც ვაკვირდებით, აი თქვენ რაც ახსენეთ, მაგალითად ლეგიტიმაციის მომენტში, რომ ისინი ელოდებიან ლეგიტიმაციას როგორც რაღაც გარკვეული ავტორიტარული რეჟიმისა, ხო? ეს ნაკლი ჩემი აზრით, არის პირველ რიგში ის, რომ მათ აქვთ მცდარი წარმოდგენა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს რესურსები, რომელზეც შეიძლება რომ დაფუძნდეს ამგვარი აღიარება, ლეგიტიმაცია, კარგი იყავი, თუ გინდა ეგეთი ავტორიტარი და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თვითონ აი რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ხომ? თავისთავად თანამედროვე პოლიტიკა ეს არის ძალიან ნიუანსირებული, ძალიან რთული რაღაცა, რომლის შიგნითაც უბრალოდ ვერ მოხერხდება ისეთი მართლობა, რა მართლობასაც გვთავაზობს ქართული ოცნება. ანუ შეუძლებელია რომ საერთაშორისო არენაზე იყო, კი შეიძლება 1 წელი, 2 წელი იძახო რომ ეს სუვერენული ვარ და რასაც მინდა იმას ვაკეთებ, მაგრამ შეუძლებელია რომ შენ მაგალითად რაღაც გარკვეული დიპლომატიური მისია, რომელმაც იცის ნიუანსები და იცის როგორ უნდა მოიქცეს და როგორ უნდა იმოქმედოს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მუშაობდეს, ხო? რაც ძალიან ამავდროულად, როდესაც ამას ვუყურებთ, ხო, ანუ თავისთავად ჩვენ რასაც ვუყურებთ, ხო, ანუ ეს არის ავტორიტარული რეჟიმი პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი რაღაცა ოლიგარქიული აბსოლუტიზმი, რომლის თავშიც არის მოქცეული ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც არ აინტერესებს აღარავის აზრი. აი ეს ჩანს ყველაზე მეტად. ანუ ის ამბობს, რომ ეს არის ჩემი აი მაგალითად თქვენ რაც რომ ვთქვათ ევროპაში ახლა ქონდა შესაძლებლობა რომ წასულიყვნენ, მაგრამ აღარ გაუშვა, იმიტომ რომ ჩათვალა რომ აქ უკვე აღარ არის შეუძლებელია ახლა უბრალოდ რაღაც ლეგიტიმაციას ელოდება, სად წავლენ დაახლოებით ამგვარი შეხედულება აქვს მას მომავალზე, აუცილებლად მე მაინც ან ვიღაცებს აკრძალავ, ვიღაცებს ბარიერებს შევქმნი და აი ესე ამგვარ ჭაობში ვაცხოვრებ, როგორც ჩემს მოსახლეობას, ასევე მთლიანად, ამგვარ ჭაობში შევთავაზე და ბოლოს და ბოლოს სადღაც აუცილებლად დავჭირდები მე და ამგვარ ლეგიტიმაციას მოგცემენ. რაც მე მგონია, რომ ეს არის მისი ყველაზე დიდი და ყველაზე ფატალური შეცდომა იქნება ჩემი აზრით, იმიტომ რომ ნელა აუცილებლად გამოჩნდება ის ძალიან რთული საკითხები, რომლებიც ნელა თავს იჩენს, ხო? ანუ მაგალითად თუნდაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ ნახეთ რომ დადიანის ქუჩაზე იყო პროტესტები. ეს პროტესტები როგორ იყო, ხო? მე არა ვარ გარკვეული მასთან დაკავშირებით, რა პოლიტიკური განწყობები ჰქონდათ ამ ადამიანებს, რომლებიც მის მიღმა იყო სრულად, ხო, ამას ვამბობ. შეიძლება ვიღაცა გულშემატკივრობდა რუსთაველის პროტესტს, მაგრამ ეს თვითონ ეს პროტესტი აბსოლუტურად სხვა დამოუკიდებელი. ანუ იმის გამო, რომ პოლიტიკა როგორც ხალხზე ზრუნვის და საერთოდ ქვეყანაზე ზრუნვის ინსტრუმენტი გაუქმებულია და მხოლოდ ძალაუფლების, უმაღლესი ძალაუფლის მსახურად არის გადაქცეული, იმის გამო მას უკვე აღარ შეუძლია რომ შეამჩნიოს კონკრეტული ჯგუფების პრობლემატიკა. და დღეს როდესაც ალტერნატივაზე ვლაპარაკობთ, მე მგონია რომ ალტერნატივა არის რა, რომ თქვა ჩვენ ხშირად გვაგვდებ, იყო რაღაცა მომენტებში, როდესაც პოლიტიკას რაღაცა დიდი ზოგადობიდან შეეძლო, რომ რაღაცა წარმატებებისთვის მიეღწია. დღეს არის რა, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკის კეთება მეც გეთანხმებით, ხო? ანუ ისინი აკრძალავენ თუ აღარ აკრძალავენ, ისეთი ჭაობია უკვე შექმნილი ქვეყანაში, რომ თუ არ შეიცვალა და ალტერნატიული პოლიტიკა არ გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან, მაშინ შეუძლებელი იქნება მართლაც რაღაცა ცვლილება. ოპოზიციის ამ შემთხვევაში პლუსი და შესაძლებლობა მდგომარეობს სწორედაც რომ იმაში, რომ არა ზოგადად, არამედ ძალიან კონკრეტულ საკითხებში ჩავიდეს. იმიტომ რომ აი თუ თქვა დავაკვირდებით თავისთავად აი პოლიტიკას, რომელიც იწარმოება დღეს საქართველოში, ჩვენ ხედავთ რომ პოლიტიკა ეხება თითქმის ყველა ფენას საზოგადოებისას და ნებისმიერ აი მართლა ფენა არის შემოთავაზებული გარკვეული საკითხები, ხო? ან მაგალითად ისეთი რაღაცა როგორც არის განათლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაფერს ახასიათებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რომ თუნდაც ეს განათლების რეფორმა ემსახურება იმას, რომ ხალხი გაჩნდეს არა იმას მაინც და მაინც რომ გაუნათლებელი თაობა წამოვიდეს, არამედ იმას რომ თავად ძალაუფლების
კონცენტრაცია და შენარჩუნება მოხდეს. მეტი არაფერი. და ის ვეღარ ხედავს კონკრეტულ ადამიანს, მას მხოლოდ და მხოლოდ წარმოუდგენია, რომ ადამიანი შეიძლება მოისყიდოს, რაღაც გარკვეული, მაგრამ როგორც კი გამოჩნდება დაახელფასოს ზუსტად ესეთი რაღაცა, მაგრამ ის პრობლემები, რომლებიც წარმოიშვება იმ უშველებელი უფსკრულის გაჩენის შემდეგ, რაც ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტასთან არის დაკავშირებული, ის პრობლემები ძალიან მალე თავს იჩენს და ოპოზიციის ამოცანა არის სწორედ ამ პრობლემებზე მუშაობა და ხალხთან პირდაპირ ლაპარაკი, ჩემი აზრით. ეს ამაში სიღრმეში უნდა ჩავიდეთ, სხვათა შორის ეხლა რაც თქვი სკოლის ამბავზე ძალიან სიმპტომატური იყო, რომ სკოლის აუშენებელი სკოლის ამბავი, რომელიც თითოეულ ბავშვს ეხება, რომელიც გადანაწილებულია სხვა სკოლაში, სხვადასხვა მესამე სმენაში თუ ზუმით ესწრება, ეს მხოლოდ ყველაფერი თურმე რატომ ხდება, ხო? ეხლა თვითონ რასაც აჩვენებენ, იმიტომ რომ არის წარმოუდგენელი კორუფცია, ეხლა მუნიციპალური ეს ფონდების კორუფციაზე თვითონ გამოაქვეყნეს მასალები, როგორ იპარება მილიონები საბავშვო ბაღების, სკოლების აშენებიდან კიდე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე აღარ ვლაპარაკობ, მილიარდები, იცით როგორ იპარება, ის კი არა რომ ვიღაცამ რაღაცა ჩამოტეხა, უბრალოდ ფული აიღო, მილიონები აიღო, ბაღი საერთოდ არ შესულა, ან რაღაცა ისე რემონტი დაიწყო და მერე გამოვიდა. აი ეს სკოლები რემონტი დაიწყო და მერე გამოვიდა, შეიძლება არც დაიწყო. უბრალოდ დაიღო ავანსად მილიონები და მერე გაქრა. არაფერი არ გაუკეთებია. აი ამ ყველაფერს რაც ხდება პოლიტიკურად, ეს საფუძველი უდევს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის ხელისშემწყობი პროტესტისთვის და აქეთა მხარეს, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ, თუ აქეთა მხარეს არ დაიწყო პოლიტიკა, ყველაფერი შეიძლება ძალიან ბევრი ხელისშემწყობი ფაქტორები არსებობდეს, მაგრამ თუ არ არსებობს პოლიტიკური პროცესი, ამ ფაქტორებს ვერ გამოიყენებ. და ეს ხო ლევან აი უბრალოდ ერთი რაღაცის თქმა მინდოდა ამასთან დაკავშირებით რომ ეს პრობლემები თავს იჩენს პირველ რიგში არა მარტო იმის გამო რომ მაინც და მაინც თქვათ რა ოცნებამ ესეთი რაღაცა გააკეთა არამედ იმის გამო რომ ოცნებამ როდესაც გაწყვიტა ევროპასთან კავშირი ევროპას თავისთავად ჰქონდა ძალიან ბევრი სოციალური და საგანმანათლებლო პროექტი. აი, რეგიონები რო დავიაროთ, სულ მუდმივად ყველგან წერია. ეს დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ეს დაფინანსებულია ამადა ორგანიზაციის მიერ. ეს ვალდებულებები და ეს, როგორ ვთქვათ, აუცილებელი კომპონენტები პოლიტიკისა გაქრა ჩვენი პოლიტიკიდან და აღარც იცი არც ვალდებულება აქვს თავად ივანიშვილთან, ჩვენს ოცნების წარმომადგენლებს და არც ევროპასთან აღარ აქვს არანაირი კავშირი რომ რამე გაკეთეს და ეს რო გაქრა ამის გამო მე მგონია რომ წარმოიქმნება ძალიან დიდი პრობლემები რომელზეც მოუწევს მუშაობა ოპოზიციას და მან უნდა მოახერხოს რომ აი ამ კონკრეტიკაში რაც შეიძლება კარგად გაერკვეს და ჩავიდეს ბოლომდე. კი ბატონო, ლევან, ხო, თავისუფლება გაქვს, მაგრამ ჯერო შევაფასო და მე რომ ამაზე უფრო მეტი ვილაპარაკოთ, როგორ უნდა მოხდეს ალტერნატივის შექმნა. ხო, შეფასების თვალსაზრისით ეს ტრანსფორმაცია რაც ახლა გავდივართ არ არის რა შემთხვევით ეს ოციანი წლების ხსენებად რა თქმა უნდა რა ანუ არა ვართ პირველი რომელიც ამ ტიპის ტრანსფორმაციას გადის და მაგრამ თავისებური ვართ იმიტომ რომ ახლა სხვანაირად გავდით ისტორიაში არ მეორდება ყველაფერი მსგავსად მაგრამ რაც ვიცით ელემენტების მიხედვით რომ შევაფასოთ რას აკეთებს და რა საფრთხეები შეიძლება თავად სისტემას შეექმნას მაგალითად და სადაც ვიცით რომ უეჭველი ხარვეზი ექნებათ მაგალითად ეხლა რასაც საჯარო სიმაში აკეთებენ სექტორში აკეთებენ ხო ანუ აკრძალეს ორი სამსახურის ქონა კერძო ხო საჯარო ხო როცა თუ მუშაობ ლექციებს ვეღარ წაიკითხავ მარტივად რო ფაქტის გარეშე ანუ თავისენებს მიცემენ სხვას არ მიცემენ ანუ ცდილობენ რომ თქვათ რაღაც თავის ხალხი დატოვონ მხოლოდ სტერილური რომელსაც არ ექნება შიში ექნება ისაც არ გამეორდეს რომ 70 მუხლის ხელმოწერები რო შეკროვდა ხო თუ კარგად არ მოიქცევი ნებართვას არ მოგცემ რომ თქვათ ლექციები წაიკითხო ეს არის მაგრამ მთელი არსი ახალისება დასჯა რაც ვიცით რა იმართება საჯარო სექტორს როდესაც ამ ტიპის ჩარევა ხდება არის რასაც ხრუშოვი თავად ამბობს სტალინზე მაგალითად როდესაც მისი კულტი დაგმო ხო ერთ-ერთი მინუსი როდესაც ეს ხალხის მტრებზე საუბრობს ხო აბრალებს რომ ხალხის მტრების შემოტანამ გააფუჭა მთლიანად პარტია ზოგადად ამბობს იმას რომ ჩვენი ხალხიც ვეგზნობდა თავს დაცულად ბიუროკრატია და ბიუროკრატია გახდა სტერილური გახდა იმპოტენტი ის ვერ ახსრულებდა დავალებებს არ ქონდა ინიციატივა საერთოდ
გაკეთოთ, იმიტომ რომ ყველა ინიციატივა შეიძლება დასრულებულიყო ისე როგორც ყველა დანარჩენი ინიციატივა ზემოთ სრულდებოდა ხოლმე, ხო? ან დახრედით, ან გადასახლებით, იმიტომ რომ შეცდომა ამ ტიპის სისტემაში ითვლება არა უბრალოდ შეცდომად, არამედ დანაშაულად სახელმწიფოს წინაშე. საბოტაჟად, სხვანაირად არც განიხილავდნენ ხოლმე, ხო? ანუ მიაშვილის თვითმკვლელობასაც კი საბოტაჟს და პროვოკაციას უწოდებენ, იმიტომ რომ იქ ყველაფერი ნებისმიერი ქმედება ვერ დარჩება უბრალოდ ადამიანურ შეცდომად. ეს რაღაცა ამსხრევს ერთიან სისტემას, ხო? ეხლა დაახლოებით მე რა გამახსენეთ, გურამ რო გავარო და აზიანის საშინლად და კიდე რამ მოკლეს წილოსანმა უთხრა მას ძალიან საინტერესო სიტყვები რომ ერთი გადაცნობის გამო შენ პროვოკატორი გახდიო ხო ან დაახლოებით იგივე რაღაც არის რასაც შეიძლება და გადაცნობა იყო რომ კიდეღა მოკლეს ანუ ბეწვზე გადარჩა აი ეგეთ რაღაც დაახლოებით იგივე რიტორიკა ნელ-ნელა შემოდის და რაღაც ნელ-ნელა შემოსულია ხო და თავის დროზე მაგალითად ეს ევროპის კომპონენტი რაც ახსენა ლეონმა ხო როგორ იყო რომ ევროკავშირი და სახელმწიფო თანამშრომლობდნენ ევროკავშირიდან მოდიოდა ინიციატივები კონკრეტულად გრანტების სახით ხო ანუ გამოცხადებოდა კონკურსი მუნიციპალურ დონეზე რაღაც რეაბილიტაცია იყო თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სხვა სფეროში ეხლა ეგ ინიციატივა ვინც ამას ასრულებდა იცოდა რომ სახელმწიფო უმაგრებს ზურგს იმიტომ რომ ევროკავშირი და სახელმწიფო არიან პარტნიორები ანუ ინიციატივა და ფული იყო ევროკავშირის და ნებართვა იყო სახელმწიფოს და ეხლა აი ამ ნებართვის გარეშე წარმოიდგინეთ აღარ არსებობს ევროკავშირის კომპონენტი სახელმწიფოში ხო ანუ ეგ საერთოდ პარტნიორი აღარ ყავს მაგ ხრივ და გვაქვს ადამიანი რომელსაც იცის რომ იმაზე მეტი ოდნავ მაინც თუ გააკეთა რაც შეიძლება რომ გააკეთოს შეიძლება ხვალ შემოვიდეს სუსი და დაიჭირონ ვიღაცა კლანის წევრობა დააბრალონ ან ძველი ქართული ოცნების მხარდამჭერობა დააბრალონ როგორც ეხა არის უკვე საშიში ხო რასაც ვაკვირდებით ეგეც ისე სიმპტომატური არის რაც მოხდა თავის დროზე ხო როცა ტროცკი გამოცხადდა მტრად მაგალითად ყველა დაშინებული იყო რომ ვინმეს ტროცკიზმი იყო ძირითადი ბრალდება რასაც დღესაც უყურებთ ხო რომ იქ როგორც ვინმეს იჭერენ პირველი შეკითხვა არის რომ იცნობდა თუ არა ღარიბაშვილს ან იმის კლანის წევრი არის თუ არა დაკავშირებული ამ დიდ ქსელს ღარიბაშვილი თავად არისო გახარიას მიერ დანიშნული ხო ეგეც რომ ასეთი თქო რომ ღარიბა ანუ უტიფრობის დონე რამხელა რომ ღარიბაშვილი იყო თუ ვინმე იყო სახე ქართული ოცნების თუ ვინმეს უმუშავია მაღალ თავდებზე ორჯერ პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრი თავდაცვის მინისტრი პარტიის ლიდერი გახარია საერთოდ ხსენება რო არ იყო მაშინ და აი ასე უტიფრად თქვენს რომ ღარიბაშვილი რა გახარიამ დანიშნა გალეულობა რომ მოიხსნას მარტო ჩვენ რატო გეჩხუბებთ თქვენს ხო მონაწილეობა მაგაში მიღებული ხო და ანუ შესაბამისად ანუ ისევ რა ყველაზე სამწუხარო ამ ამბავში არის ის რომ აი ამის გავლა გვიწევს რა იმიტომ რომ ნუ აუცილებლად ეგეთ სისტემა ემხობა ისევ ვიძახი რა ანუ სტალინმა რო აწყო სისტემამ ასეთი უნდა მაგრამ იმან ვერ გაძლო 3 წელი მის სიკვდილიდან ხო ანუ ჩამოშალეს თავიდან ბოლომდე თავის გულაგიან ცენზურიან ყველაფრიანად ხო ანუ ძალადობრივი სისტემა დიდხანს ვერ ძლებს იმიტომ რომ საბჭოთა კავშირშიც კი ხო ანუ თავად საბჭოთა კავშირში რამაც მე წლების მერე მაგრამ მაინც საბჭოთა კავშირი დაშალა ხო იმიტომ რომ ან ეგეთი სისტემა ბოლომდე სტალინს უნდა ეჭიროს და რაც ორველს აქვს რა რომ სულ უნდა შეინარჩუნო ცოცხლად ის ლიდერი ან როგორც კი ლიდერი იცვლება უბრალოდ შეუძლებელი არის რომ იგივე ძალაუფლების მექანიზმები ხელში გადაიბაროს და გააგრძელოს შანსი არ არის ამის რა უნდა შეცვალოს რა ამიტომ აი ვაკვირდებით იმას რომ ეხლა ჩვენს თვალწინ რაღაცა ფორმირდება აბსოლუტურად სულელი დიქტატურა იმიტომ რომ ისეც აღნიშნოთ რომ ეს არ დგას რამე იდეოლოგიაზე რა მასონების ბრძოლა პატარა სახელმწიფოების წინააღმდეგ ვერ იქნება ძალიან დიდი იდეოლოგიური ბაზა და ეხლა მაგალითად აი ამ იდეოლოგიურ წუნს ხედავ ნაციონალურ მოძრაობის აკრძალვას რაც შეეხება მან რა იმიტომ რომ ნახეთ ერთდროულად გააკეთეს უცნაური რაღაცა პირველ რიგში ახალ ამორჩეველს თუ ეგეთი არსებობს ქართული ოცნების ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლა დიდად არ აინტერესებს იმიტომ რომ ის რაც ტრამბული იყო ქართული ოცნების ამორჩევლისთვის ხო 2012 წლიდან რა უშუალო გამოცდილება ხო იმის რაზეც თქვა ქართული ოცნება დღესაც ცდილობს რომ ცოცხლად შეინარჩუნოს ეს ტრამვა ეგ არის ძველი თაობის ქართული ოცნების ამორჩეველი ახლები როგორც ჩვენ ვჩივით ჯენზის და ახალგაზრდების პასიურობაზე მსგავსად ვჩივის ქართული ოცნებას ხო იდეოლოგიური ბაზა არ აქვს იმას და ნუ შეიძლება ვიღაცა მიცეს რომ აი მამა ჩემი მუშაობს საკრებულოში და ამიტომ ვაძლევ ხმას თორე ხა იდენტობა რო კონდეს რომ რაღაცა მნიშვნელოვანს აკეთებს ქართული ოცნება და ამიტომ ახალგაზრდობა მას ხوارჯერს ეგეთი ამი არ არსებობს მაგრამ ერთდროულად ორი რაღაც გააკეთა ხო ერთი მხრივ ის ძირითადი სვეტები რაც ივანიშვილის სხეულს წარმოადგენდა რეალურ პოლიტიკაში ხო თქვა ღარიბაშვილი იქნება ეს თუ სხვაები მათ დაარტყა ანუ ძველი ამორჩევლისთვის ეგენი იყვნენ ივანიშვილის ხორცი ხო რაღაცნაირად პირდაპირ ღარიბაშვილი იყო ივანიშვილის გაგრძელება ხო რაღაცას და მაგათ დაარტყა ვიღაც ახლების ხელით რომელიც ბევრი არც ვიცით ხო რაღაცა ძაძამია ყოთ ახალგაზრდა ბიჭი რომელიც დღეს საუბრობს იმაზე რა ქვია კორუფციაზე იმ ხალხზე რომელიც ქართული ოცნების ამორჩევლისთვის იყო ორგანული ივანიშვილი ხო რაღაცნაირად
და მეორე მხრივ რაღაცნაირად სადა რომ აი ჩვენ ნაცებს აღვზავნოთ. ესეც ძველი ნარატივია ის რა, ანუ ერთი და იგივე რადარებიდან გავაქროთ, ხო? ერთი და იგივე ხალხს, ანუ ძველ ქართულ ოცნების ამორჩევლებს ერთი დაპირება უთხრობა აი ქართულ ოცნებას, იმგან ნაციონალურ მოძრაობას გავაქრობ და მეორე და იმითი ხელით მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანების დევნა დაიწყო რა და ეს მე მგონია რომ ძალიან კარგად ჩანს აი ამ ძველი თაობის პროპაგანდისტებს, იმიტომ რომ ძალიან აჭრილები არიან, აღარ იციან რა, იმიტომ რომ ეს დაპირება აღარ მუშაობს, იმიტომ რომ ღარიბაშვილის სიყვარულმა გადაფარა ნაციონალების ზისყი, ესე მგონია ესე ჩანს რა, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი ესე პირდაპირ კრიტიკას არ დაიწყება ქართულ ოცნებას. ხო და სხვა შორის სანამ გადავალთ ოპოზიციაზე რა, ოპოზიციას ესე არ ვიტყვი, საპროტესტო პროტესტში მონაწილე ადამიანებზე, იმიტომ რომ იქიდან ბევრი შეიძლება ჩვენ ვიხილოთ პოლიტიკაში. მანამდე აი თუ იდეოლოგიაზე ვლაპარაკობთ, იდეოლოგიის გამომხატველი აი რაღაცა მემარჯვენე, სისხლზე აგებული, პოპულისტური, რაღაც ჩავრაზმული ეს იდეოლოგია, რომელსაც შეეძლო ფეხი მოეკიდებინა და მოიკიდა კიდევაც, უფრო ასოცირდებოდა ღარიბაშვილთან. ანუ ასავალ-დასავალის იდეოლოგია პირდაპირ ასოცირდებოდა ღარიბაშვილთან და ესეც იყო, აი ხა არ ვიცი, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მისი მხარდამჭერი და მეხოტბე იყო და აქ კობახიძეს ეხლა უნდა მოვიდეს როგორც ანუ ჩვენ ცნობიერებაში არ მისი ამომრჩევლის ცნობიერებაში დაილექოს როგორც კორუფციასთან ამოღებული მებრძოლი, რომ თვითონ არ იყო ამ პარტიის ლიდერი, პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც კორუფციის პირდაპირ მონიტორინგი ევალებოდა. თვითონ არ იძახოდა, რომ ჩვენ პარტიის წარმომადგენლებს წირო დაუდოთ მაგიდაზე, როდის იძახოდა ამას 2019 წელს, როცა 19-20-ში თავარზე იყო მაშინ გაბუნიასთან ინტერვიუში ვთქვა ეს რაღაც ცოცხალ ეს ფრაზა რომ წირო დაუდო ფულიო იმას არ აიღებენო ისეთი პატიოსნები არიან და ჩვენ ვხედავთ კორუფციის ისეთ მასშტაბებს გუშინ გამოვიდა თემურ ჭყონდიდა თქვა რომ ამ ხელაკაცი ვარ დავფერდი რას არ მოვწრები ვარ მაგრამ ასეთი მასშტაბის კორუფცია ჯერ არ მინახავს აი თვითონ რაზეც ლაპარაკობენ ხო წარმოგიდგენიათ იმის იქეთ რა არის და შეხედე მან ანუ იდეოლოგია ეხლა უნდათ რომ აი კორუფციას ვებრძვით ეს მოირგოს კობახიძემ ანუ პირობითად შევარდნაძემაც იგივე ის დაიწყო ხო ანუ მის კარიერის პიკში ამ კორუფციასთან ბრძოლა იყო ერთ-ერთი მის გამოცხადებული პოლიტიკა მე შევარდნაძე ვეღარ შეძლო იგივე ცხენზე შეჯდომა მაგალითად 2000 წლების დასაწყისში რა თქმა უნდა 2000 მაგ ცხენზე შეჯდა სააკაშვილი საქართველოს კორუფციის გარეშე იყო მთავარი რა რაც არის სინამდვილეში თუ კარგად დავაკვირდებით პრინციპში აი უბრალოდ სქემატურად რა ვახსოვთ იგივე საკეთებს რასაც ნაცები აკეთებდნენ თავის დროზე ყოველდღიურში მისი ამორჩევლის ნარატივით ხო რომ ვისაც წაღებული ქონდა იმათ უკან ვაბრუნებინებ და გუშინ თქვა რომ ბიუჯეტ შევასვებ და ისევ ხალხს მოახმარა და ეგ არ იყო ძირითადი ნარატივი 2003 წლიდან როდესაც ოღონდ სხვა ხელისუფლებაზე იყო ლაპარაკი შევარდნაძის ხელისუფლებაზე იყო ლაპარაკი ეს საინტერესოა როგორ გავს და თან რო ცდილობს რომ იგივე საკეთებს და როგორ ცდილობს რომ მიბაძოს თან რა მაგრამ საინტერესო არის ის რომ სინამდვილეში კორუფციასთან ბრძოლა არის ჩვენი აი აქ ვინც ხედავთ მაგილის გარშემო ჩვენი ღირებულება რა ანუ შეუძლებელი არის რომ ქართული ოცნების ორგანული ამორჩეველი რომელიც მე პირად საუბრებს ჩემ ახლო ნაცნობებზე გეუბნებით რომელიც გეუბნებიან რომ იმათი პრობლემა ის კი არ იყო რომ რაღაცა ფულს იპარავდნენ თუ რაღაცა კორუფცია იყო არ ტეხავდნენ სწორად რა ანუ ხალხში არ ტეხავდნენ ეს ძალიან ჭკვიანი არის იმიტომ რომ ეს ფული რაც შემოდის კოლ ცენტრი იქნება თუ რაღაცა სწორად აქ ყველამდე მიდის რა ასე ვთქვა რა და კარგად არის გატეხილი რა და სინამდვილეში ეგ თუ არის ეს ქსელი რაც 2012 წლიდან იქნებოდა კორუფციული ქსელი რა დაწყებული საკრებულოები და უმაღლეს ვთქვა ბიუროკრატიაში გამჯდარი მაგას რო დაარტყავ თვითონ ქსელი შემოქმედი ფაქტიურად აცლი საკუთარ თავს იმაზე რაზეც გეხარ ანუ ხო ჯამებს აცლი საკუთარ ვერ იმუშავებს ანუ კორუფციასთან ბრძოლა შეიძლება მომეწონოს მე მაგრამ ქართული ოცნების იმ ამორჩეველს რომელიც უკვე ქსელში არის ჩამჯდარი ის უკვე შეშინებული არის და მე როდესაც ევროკავშირის ის იყო დღე იყო როდესაც პირდაპირ ღიად გამოაცხადეს ევროკავშირის რაღაც ვიზებთან დაკავშირებით ევროკავშირმა განაცხადა და უკვე რომ საფრთხე რეალური გახდა რომ შეიძლება შეხვდა მეგობარი და მითხრა რომ აი მგონი ცუდად მიდის საქმე და მე ვთქვი მოვიდა გონზე რა ევროკავშირთან უთე მიხვდა ძლივს რომ მართლა რეალური არის საფრთხე და ზა ეს რიჟვაძე რომ მოაშორო ბათუმში ესე იგი ვერაფერს ვეღარ აწყობო საერთოდ რა ბიზნესო და მე რა რას მეუბნები ანუ
რისი შეეშინდა ხვდები და უცებ გამოდიან ერთი წელი რამდენიმე თვე და ძირი პრემიერი უცებ გამოდის და იზახს რომ აბსოლუტურად რა ბათუმის კორუფცია აღარსად აღარ იქნება და უბრალოდ ველოდები დღეს როდესაც ის დამირეკავს რომ იტყვის რომ რუსთაველზე რომელზე მოვიდე რა კობახიძე რომ ჩინური სააკაშვილია აშკარად უნდა შევაუჩნიოთ ხო სანაირი ანუ ნუ დააკვირდით ეგეთ რაღაცა ანუ რას ამბობს ხო მაგალითად ნულოვანი არატოლერანტობა არამედ თანარწნობა ხო ესეთი ანუ რადიკალური თქვა დაპატიმრებები ვიღაცების მოხოთ თან როგორი დაპატიმრებები რაღაცა ვერ გაიგებ რაღაც მარილი აკლია ესე რომ თქვა ხო ანუ მათ არა თან აპატიმრებენ თან არაპატიმრებენ თავებს არაპატიმ ანუ ღარიბაშვილი არ დააკავეს ეს აი მე არ ვიცი როგორ უნდა აუხსნა ეს ადამიანს რომელსაც ოდნავი სინდისი გააჩნია რომ მილიონების მილიარდების მოპარვისთვის არ დააკავო ადამიანი და პირბადის ტარებისთვის დააკავო ადამიანი ხო და გარდა ამისა აი თუ მართლა დავაკვირდებით როგორ არის ხო ამ ადამიანებმა იფიქრეს ბევრი იფიქრეს და მივიდნენ ამ დასკვნამდე რომ მოდი იგივე გავაკეთოთ რაც სააკაშვილმა მაგრამ თან არა აი ვერ გავიგებთ ხო ანუ რიტორიკის დონეზე ნუ როგორც ვთქვათ მოლაპარაკეები ვერ ეწევიან ამ ყველაფერში კორუფციასთან ბრძოლაში თვითონ იცავდნენ ამ ყველაფერს მისი სუსის უფროსი დინარაძე თვითონ გამოდიოდა და ამბობდა რომ კაცო ბიზნესმენები არიან ღარიბაშვილის მშობლებიო და ხო რა გაგიკვირდეთ ერთი ჩარტერიო ერთი ჩარტერი ხო უშუალოდ თვითონ რა ქვია კობახიძე როგორც უკვე ვახსენეთ ამბობდა რომ აქ ვინმეს ფული რო წინ დაუდო ხელს არ ახლებს და ასე შემდეგ ვინც ეხა პარტიაში დარჩა და ვიცით მათ ჩაცმულობა ჩვენ ხო ძირითადად სიმპტომებს კორუფციის ხედავთ ჩაცმულობაზე საათებზე სხვა რაღაცაზე ან დღეს რო ჩართო ტელევიზორი ვინც დღეს გადარჩენილი არის და იცავს აი ამ ხას პარტიულს მათი ჩაცმულობაც რო შეაფასო იგივე ჩვეულებრივად შეიძლება ჩემი მეგობარი მეუბნებოდა მიზნესმენი მე არ ვიცი მithumetas კაცების ჩაცმულობაში ვერ ყვევი რომელიც კიდე უფრო ძვირი ღირს რო შეაფასო კობახიძეს რა აცვია 80,000 евро აცვია ტანზეო გამოსვლა პოლიციის თანამშრომელს მაშინ პირველი რუსული კანონის წინააღმდეგ იმის დროს მანქანა რო დაიწვა თუ გახსოვთ რა მე რაღაცა 600 ლარიან ფეხსაცმელი ედო მანქანაში რა ანუ ფეხსაცმელი 600 მაგაზე წუწუნებდა რომ მოკლედ რა მაგ სასამართლოზე მაგას ამძიმებდა პოლიციის მანქანა 600 ანუ ტიპი მივიდა გამოიცვალა 600-იანი ჩადო მანქანაში რამდენი ჩაიწვა წამოვიდა კი ბატონო ეხლა ერთ რო შეჯამების სახით რო ვთქვათ და ყველა ინგლისურის მცოდნეს გირჩევთ ესეთი მეც დავდებ ჩემ Facebook გვერდზე სულ ამის ციტირებას კოტკინის ციტირებას ჩემ მაყურებელმა იცის რომ ძალიან ხშირად ვაკეთებ ანუ კოტკინსა კიდევ ერთი არის ჩვეულებრივი ლექცია რაზე დგას ავტორიტარიზმი და მართლაც რომ მოусმინოთ გეგონებათ რომ ჩვენს რეალობაზეა ეს არის მათ შორის ჩვენს რეალობაზეა იმიტომ რომ ავტორიტარიზმი მაინც გავს ერთმანეთს პატარა განსხვავებების მიუხედავად ყველა ავტორიტარული მმართველობა ეს არის რომ რეპრესიების ხელები ანუ რაღაც მექანიზმი სამართალდამცავების სახით უნდა იყოს მთლიანად ტვინ გამორეცხილი იმისათვის რომ ერთგული შენი რომ შენ დავალება შეასრულოს კარგად და ამაზე მომდევნო გადაცემაში ვილაპარაკებთ როგორ მუშაობენ სპეცსამსახურები რუსეთიდან რომ ჯერ სანამ მესიჯი გამოვა გარეთ ის იმითი ამ მესიჯით დამუშავება ხდება შიგნით რომ მოახდინონ ამ ხალხის ამ მესიჯის გარშემო შიგნის სამართალდამცავ სტრუქტურებში ამ მესიჯის გარშემო კონსოლიდირება მეორე არის ქეში რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმიტომ რომ თუ ქეშით ამოძრავებს ის სხვადასხვა პატარა ბურჯებს ანუ არის დიდი ბურჯები და პატარა ბურჯებისთვის შესანახად ჭირდება ქეში და ეს ქეში უნდა იყოს მარტო მის ხელში და ერთ-ერთი მიზეზი ქეშის ამოღების ესეც არის რომ მას შემოაკლდა ქეში мотивация წახალისების ინსტიტუტი რომ აი ხა რაც არის ხო საჯარო მოხელე არ შეუძლია მეორე სამსახურში იმუშაოს მაგალითად ლექცია წაიკითხოს იმისათვის რომ ეს უფლება მიიღოს თავის უფროს უნდა სთხოვოს ესე იგი ის წახალისებს და მისცემს ამ უფლებას თუ მორჩილი ჩინოვნიკია ხოლო თუ მაგალითად დაინახა პროტესტზე თუ რამე პოსტი არ მოეწოდა მის ეტყვის რომ არა იცი რა შენ ლექციების წაკითხვა მაგალითად ილიას უნივერსიტეტში აღარ შეგიძლია და ასევე რაც მთავარია ალტერნატივის არარსებობა მე რო გუშინ ჩავჯექი ტაქსში და ტაქსისტმა რომ მითხრა კი არ მომწონს ეს ხელისუფლება მაგრამ რა არის ალტერნატივა მე ვერ მოვიფიქრე პასუხი რამე პასუხა
აი მოკლედ, აი ის ხო რაღაცა იქნება, ნახე რა კაი ბიჭები დგანან იმაზე რუსთაველის პროსპექტზე. ეს არ მუშაობს, იმას ძალიან მარტივად უნდა აუხსნა. აი ეს ხალხი, აი ერთად რო შეიკრიბა, ეს ხალხი არის ალტერნატივა. აი ხო და ამიტომ უნდა გადავიდეთ ამაზე. აი რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ხო არ დავაგვიანეთ, იმიტომ რომ მგონია რომ ჩვენ ეს დიდი შანსი გავუშვით გაერთიანების, არჩევნების, საპარლამენტო არჩევნების წინ და დღეს არის ლიდერები ციხეში, სვის ლიდერები, რომლებიც ვერ გაერთიანდნენ, მე კი გამოუშვეს ლელო უფრო ადრე ბევრად, მაგრამ ერთ ციხეში ერთი სივრცეში აღმოჩნდნენ. მოკლედ, ეს არის, რომ ხო არ დავაგვიანეთ და რა შანსი გვაქვს ამ ალტერნატივის შექმნის. დიმა, როგორ ხედავ? ხო, ეს რთულია და რაც უფრო სიღრმეში მივიდივართ, უფრო რთულდება. ბუნებრივია, ეს უფრო ადვილი იყო შარშან, ეს უფრო ძნელია. ხო, ამიტომ რაღაც თოთქოს. ნუ ეხლა ეს ხო ამოცანაც არის, ერთ-ერთი ტაქტიკური ამოცანა, ყოველთვის ავტორიტარიზმშიც, რომ უნდა ოპონენტები უნდა დაასუსტო, გამარგინებო და ალტერნატივა ვერ შეიქმნას. და მე როგორ მთლიანი კონტროლი ჩამოაყალიბო და ხო ერთი მინდა რომ დაუბრუნდე, თქვა ერთ-ერთი კომპონენტი ასევე რაც არის, ეს არის ეროვნული რაღაც დიდი ეროვნული იდეა. მათ შორის ავტორიტარებსაც აქვთ. ეს მაგალითად პუტინის დიდი ეროვნული იდეა არის, რამაც გააძლიერა იყო მიწების დაბრუნების პოლიტიკა, ხო? დიდი რუსულ იმპერიულ კატეგორიაში გადაიყვანა და ამან ავტორიტარისთვის დამახასიათებელი საკმაოდ ძლიერი ლეგიტიმაცია მისცა და ეს იყო ყირიმში შესვლიდან გამომდინარე და მახსოვს რომ მაშინდელი გარკვეულწილად ლიბერალური რუსული საზოგადოების ნაწილიც კი რატომღაც ისო სენტიმენტებით განეწყო. ჩვენ გვაქვს ერთადერთი რაც ახლა მუშაობს, არა კორუფციაზე დგას ის სისტემა, კორუფციის ყიდულობს ლოიალობას გარკვეული ელიტების, ამიტომ კორუფციასთან ბრძოლა არ არის. მე ვიტყვი რომ კორუფციასთან ბრძოლა დღეს უფრო აშინებს, იმიტომ რომ ის კორუმპირებული სისტემები, რომელიც იყო დაალაგებული იყო იმ ხალხზე, ვისაც ახლა იჭერენ და ეს ხალხი, რომელიც ახლა რიგშია თუ უნდა დაალაგდეს ახალ ხელმძღვანელობას, ეს არის. ამიტომ ეს ცოტა დისონანსი შემოაქვს ამ ბრძოლას. მე ვიტყოდი ამ მომენტში რეჟიმი ამის გამო უფრო მოწყვლადია, იმიტომ რომ შიდა ტრანსფორმაციული პროცესი მიმდინარეობს. ანუ აქამდე თუ იყო ჰორიზონტალური დაბალანსებული, ვთქვათ, გარკვეული სისტემა, ივანიშვილი და მე ჰორიზონტში დაალაგებული გავლენის ძალები, ეხლა არის მკაცრად იერარქიული და ამას ეს ცოტა მტკივნეული პროცესია და ესე მარტივად არ მოყვება პროცესი, მაგრამ ცდილობა არის 4 ოქტომბერმა გააძლიერა ის ჯგუფი, რომელიც ახლა მართავს პარტიას, აშკარად იმათმა უფრო ყოჩაღად იგრძნეს თავი და ეს ასე ვთქვათ, იერარქია ვერტიკალი უფრო ყალიბდება. და ამიტომაც გონია რომ ეს ვთქვათ სისუსტე შეიძლება არის, მაგრამ თუ ეს გადალახეს, მე ეს ძალიან ძლიერი გახდება და ვეროთ რომ ძლიერი. ამიტომაც ჩვენი ამოცანა იყო და პრინციპში ალბათ არის ადაპტაციის პერიოდი სისტემის, ხო, პირველ პერიოდში სხვადასხვა მაგიტო იყო ჩემი არჩევნების გამო კი არ წამოვედი პარტიიდან, არამედ ის რომ ჩვენ უნდა აგვერჩია 4 ოქტომბერს ან მონაწილეობა ან ბოიკოტი. ყველა შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ერთ ხაზზე. მე არა ვარ ისე ვთქვათ იმ პოზიციის მოხრე, თქვენ დინერთან კითხვას რომ დავუბრუნდე, რომ ყველა გავერთიანდეთ. ანუ არ მგონია რეალისტური, იმიტომ კი არა, სასურველია, მაგრამ შეუძლებელი მგონია გაერთიანება. ანუ ერთიანი მონოლითური პოლიტიკური ორგანიზაციის და პოლიტიკური ცენტრის ფორმირება არარეალისტური მგონია, დღეს კიდევ უფრო მეტად ვიდრე გუშინ, მაგრამ შესაბამისად და აი ეგ იყო ჩემი წამოსვლის თავი მიზეზი, რომ იმ მომენტში ერთიანი სტრატეგია ყოფილიყო. ანუ სტრატეგიული ხაზი არის დასალაგებელი და რას ვაკეთებთ? ამ რას ვაკეთებში შეიძლება მე ვიღაცა გამსხვილდეს, ვიღაცა არ გამსხვილდეს, ვიღაცამ თავის ხაზი დაალაგოს, თავისი მიმართულება განვითაროს. აი, შენი ხედვა გითხარი. აი, ჩემი ხედვა არის, რომ ერთი რომ უნდა განისაზღვროს ის რას ვაკეთებთ, ამიტომ გარკვეულწილად საკონსტიტუციო სისტემა უნდა არსებობდეს, სადაც პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები შეიკრიბებიან და იქნება მუდმივად შეჯერება, იმიტომ რომ ეს კომუნიკაცია გარკვეულ პარტიებს შორის არის, მაგრამ მთლიანობაში არ არის. ამიტომ ეს უნდა დაიწყოს და ამას ჭირდება სისტემატიური ხასიათის მიცემა, რომ ესეთი ჩამოყალიბდეთ, რის თუ გვინდა ერთობა, რისთვის გვინდა ეს ერთობა. ხო, რა მოცანები არის, რა მიზნები არის, გარდა დიდი მიზანი იმის, რომ დავამარცხოთ რეჟიმი და რა გზებით მივდივართ, რა მოცანებს ასრულებთ, ამ მოცანების შესრულებაზე თუ იქნება საჭიროება, მე შეიძლება უფრო კონკრეტულ გაერთიანება დაახლოებაზე საუბარი, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებელი არის დავიწყოთ არა მაშინვე დიდი ერთობის შექმნით, რომელიც არ გამომდის, ხო? არამედ იმით, რომ შევქნათ რაღაცა და მე ავაშენოთ ურთიერთობაში უფრო მეტი spillover-ის ეფექტი, ხო? ნელ-ნელა გადავა ახალ თემებზე და მოიცავს უფრო მეტ, ასე ვთქვათ,
ესე შეიქმნოს სხვაჯერ ევროკავშირი და ნუ ესეთი თეორია არსებობს, როგორ პატარა თემამ, ერთმა თემამ ნახშირის და ქვანახშირის დამსმებან, როგორ განავითარო და სხვა ქვანახშირი სულ იკრძალება ხლენდა ევროკავშირში, მაგრამ ეს ხო იყო საფუძველი, ხო? ამ რის მომენტ რაღაცით უნდა დაიწყო ურთიერთობების შენება იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, დაპირისპირებული პოლარიზებული მხარეების ურთიერთობა ნელ-ნელა ნორმალიზდეს, ერთი ეს ამოცანა გვაქვს და მეორე გადავიდეთ უკვე ახალ ეტაპზე, სადაც უკვე კონკრეტულია ასე თუ ფუნდამენტურ ამოცანებს შევასრულებთ, მაგრამ ამას აუჭირებლობა ჭირდება რაღაცის დაწყება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია რა, რომ პარტიული პოლიტიკის ჩარჩოდა უნდა გამოვიდეთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ თვითონ რეჟიმი არ გვაძლევს ამის საშუალებას, რა ბევრი ადარებს ხოლმე მაგალითად უნგრეთის მაგალითი შეუდარებიათ ან პოლონეთის, სადაც იყო ეს ელექტორალური ავტორიტარიზმის ყველა ნიშანი, ნუ პოლონეთში და უნგრეთში ეხლაც არის, მაგრამ მისი დამარცხება პოლონეთში მაინც დემოკრატიული სახელმწიფო, მაინც დემოკრატიული ჩარჩოებშია და მაინც რეგულირდება ევროკავშირის თუნდაც სამართლებრივი სისტემები და მათ ესეთი გამოწვევა არ ქონდათ, იქ სხვა მოდელმა იმუშავა, უნგრეთში რაც ხდება ეხლა ესეც ცოტა სხვა მოდელი, მაგრამ ისიც შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიული ჩარჩო სადაც არის ჯერ კიდევ შენარჩუნებული, ჩვენ შემთხვევაში უნდა გამოვიდეთ ჩემი აზრით პარტიული ჩარჩოებიდან. რას ნიშნავს ეს კარგად რო ავხსნათ? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა ის, რომ პარტიები შეიკრიბებენ და ეს პარტია რაღაცა მანდატი ამათ აქვს რაღაც ურთიერთობებს და ამათი თანამშრომლობა და ერთობაა გადამწყვეტი, არამედ ის რომ არსებობენ საზოგადოებაში, შეიძლება თავს პოლიტიკოსებად არ უწოდებენ, მაგრამ მე ვფიქრობ უკვე აქტიურ პოლიტიკაში შემოსული ინდივიდები, პროფესიონალები, რომელიც სივრცე უნდა გაჩნდეს, სადაც პროფესიონალი ტექნოკრატი, არამედ პროფესიონალი, რომელსაც ძალიან კაფიო სამოქალაქო პოზიცია აქვს, ძალიან ღია დაფიქსირება და მათი ინტეგრირება ამ პროცესში, სადაც შესაძლებელი იქნება ერთი რომ ძალიან კონკრეტულ საკითხებზე იყოს ესეთი მუდმივი ბრძოლა და დაპირისპირება, იმიტომ რომ სამწუხაროდ უნდა აღიაროთ, რომ ევროკავშირის წერილის ეს რაღაცა თითქოს პოზიტიური ელემენტი ჩვენც კი ოპოზიციურ ფლანგზე, ანუ პროტესტის ფრაზე, ჩვენც აღმოჩნდით მოწყვლადები აღმოჩნდით იმ პროპაგანდის და იმედის ქარდმა რომ თითქოს მადლობა გადაუხადეს, ცოტა დაგვაბნია, სადაც რამდენიმე ადამიანმა არ გამოაცოცხლა და ანუ ამას ჭირდება მუდმივი მუშაობა, ესეთი პროპაგანდისტული ელემენტები არ გაუტაროთ. მეორეა რომ ის რეფორმები, რომელსაც რეფორმად გვეუბნებიან განათლების სისტემაში, რომელიც კატასტროფაა და არანაირი რეფორმის საფუძველი არ აქვს, ამაზე უკვე დაიწყო საუბარი, ამას სისტემატიზაციაში თუ მოვიყვანთ, ბევრად უფრო დიდი დარტყმა იქნება მათი ეს თქო იდეოლოგიური ხაზისთვის, ან ყულებში რაც მოხდა, ამასაც ძალიან ბევრი თემები, რომელსაც ისინი ფუთავენ როგორც წარმატებას, ეკონომიკური ზრდა, რომელიც თითქოს გვაქვს და სინამდვილეში დავიღოთ ეს ეკონომიკური ზრდა კი არა, ეკონომიკური გაღარიბების პროცესია, GDP იზრდება, მაგრამ ადამიანები ღარიბდებიან, იმიტომ რომ ესეთი თავკომბალა ეკონომიკური ზრდა იწვევს ფასების დას, ინფლაციას, კატასტროფას და ამას ვერ ეწევას, აი საყოველთაო ვერც პენსიების და ვერც ხელფასების ზრდა და შესაბამისად უარესდება მდგომარეობა, ამაზე ჭირდება საუბარი ადამიანს ის კი არა რომ დღის წესრიგი შევცვალო და პოლიტპატიმრები დავივიწყოთ, არამედ იმის რომ ეს კონტექსტში უნდა ჩავსვათ, რომ იმიტომ არიან პოლიტპატიმრები, რომ აი ამას ებრძვიან, ოცნებას ებრძვიან, რომელიც აღარიბებს, ოცნებას ებრძვიან, რომელიც განათლებას გვართმევს, ოცნებას ებრძვიან არა უბრალოდ ევროკავშირს, როგორც ესეთ ლამას გარემოს გვართმევს, იმიტომ რომ ნუ ევროკავშირი ესე ვერ წავართმევ, იმიტომ რომ ჩინელიც კი დადის და თქვა კორეელიც კი შეიძლება ჩავიდეს ევროკავშირში, არამედ გვართმევს ჩვენ ევროპულ საზოგადოებად ფორმირების შესაძლებლობას გვაჩენს, გვართმევს რაც თითოეული ქალაქის თუ სოფლის მოსახლეობის ყოველდღიურობაზე და შვილის და ნუ მათ და შვილის მომავალზეც აისახება. ამიტომ ჩვენ კიდევ ცოტა ზოგადიდან რო დავბრუნდეთ პრაქტიკულად, ჩვენ გვჭირდება კონსულტაციის ფორმატი აღდგენა, დაუყოვნებლივ და რაც მალე უკეთესი და მიუხედავად იმისა, ვის ვინ მოწონს თუ არ მოწონს, შეუძლია თუ არა დაიკეთოს კარებები და შიგნით რაც უნდა ერთმანეთს გვიჩხუბია და ეს ყოფილი მე დავდიოდი ხოლმე მაშინ პარტია საქართველოს ასე თქვა წარმომადგენელი მე ვიყავი და გვიჩხუბია, გვიკამათია ბევრი დახურულ კარს ვიღო, მაგრამ ეს უკეთესია ვიდრე არ ქონდეს ეს ურთიერთობა. და პლუს ადამიანები პროტესტმა გააჩინა უამრავი ადამიანი, ახალი პოლიტიკური ლიდერები, რომელიც თავს არ ეძახიან პოლიტიკურ ლიდერებს, იმიტომ პოლიტიკა ესა ცუდი საქმეა და არავის არ უნდა, მაგრამ პოლიტიკური ლიდერია, როცა ციხეში მიდიხარ, შენ სამოქალაქო პოზიციის გამო პოლიტიკოსი ხარ. რა მნიშვნელობა უკვე პოლიტიკოსი ხარ და პოლიტიკურ ველზე ხარ და ამ ხალხს აქვს უზარმაზარი კომპეტენცია, მათი სინთეზი შესაძლებელია, ვფიქრობ, რომ რაღაცა შეიქმნას ის ალტერნატივა და არ უნდა გავზომოთ ისეთი ალტერნატივა, არ უნდა იყოს სრული საპირწონე ოცნებს. ოცნება იქნება მონოლითური ავტორიტარული მმართველობა, შიდა პარტიულიც და ზოგადად ქვეყნის, შესაბამისად მათ ჩვენ ზუსტით ანალოგიით ვერ დავუპირისპირდებით, ესეთი მონოლითური ერთობა ვერ გვექნება, ჩვენი სიძლიერე უნდა იყოს მრავალფეროვნებაში, თუნდაც სტრატეგიების და ტაქტიკების განსხვავებაში, მაგრამ ეს სტრატეგია უნდა რა არის ალტერნატივა? არ მომწონს ოცნება, მაგრამ ალტერნატივა რა არის? ამაზე როგორ მიპასუხებთ? თუ ჩვენ საბოლოო ჯამში ერთიანი სტრატეგია გვექნება,
ეს აუცილებლად გამოჩნდება როგორც სტრატეგია. ჩვენ ესე ერთიან რაღაცა ჩრდილოან მთავრობას, ახალ მთავრობას, პოლიტიკოსების ერთობას და რაღაცა კოალიციურ მთავრობის მაგალითს ვერ შევქმნით. გვინდა შეიძლება კარგი იყოს ეს გააკეთა, არ ვიცი, ეს პრინციპში გააკეთა პოლონეთმა მაშინ, ხო? ტუსკის შეიძლება, ანუ შესაძლებელია მომდომების შემთხვევაში. კოალიციური ცალსახე პარტია, მაგრამ მაინც ჰქონდა თანამშრომლის ფორმა. ეს შედგა, მაგრამ ეს პოლონეთია მაინც. იქ პოლონეთში კიდე სხვა მოცემულობების სხვა გარემო იყო. თუმცა მე ვერ ვხედავ სურვილის და ეგოების უკან გადაწევის და სტრატეგიული აზროვნების გამო. უნდობლობა ყველაზე მთავარი ეგოზე მეტად მან დამეჯერათ, უნდობლობა არენდობიან ერთმანეთს და ეს წარსული გამოცდილება და სხვათა შორის უნდობლობის დათესვა არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგია, რა ქვია, სუსის და სუსტად ანუ იმას FSB-ს დაკარგული თეორიები ზოგი სიმართლე, ზოგი ტყუილია, მაგრამ ეს უნდობლობა არის თავი ეგოზე ბევრად მეტი არის უნდობლობა დამასწრონეთ ეგო არის, მაგრამ ეგო გადალახვადია, მაგრამ უნდობლობა არის ყველაზე მძიმე, არავის არ უნდა ისეთ თამაში შეყვეს მეორეს, რომელსაც არენდობა, რომელიც შეიძლება ცუდად შემოუტრიალდეს. ამიტომ ერთიანი სტრატეგიის, ანუ ერთიანი ხედვით და საბოლოო ჯამში იმაზე მაინც შეთანხმების, რომ ჩვენ ერთმანეთს აღარ ვებრძეთ, არ მოგწონს, მაგრამ ნუ შეიძლება ვაკრიტიკოთ, მაგრამ ვებრძვით ერთ კონკრეტულ მიმართულებას და ამას ვაკეთებთ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ. და მე მაგალითი მაქვს ამის, ხშირად ვამბობდი ხოლმე, ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ ვიღე სტრასბურგში ჩვენ იანვარში წავედით სხვადასხვა პარტიები და ძალიან არავინ არ იცის ეს, მაგრამ ჩვენ საკმაოდ კაცრი დისკუსიები ქონდა და ვერ შევთანხმდით რაღაცებზე. წერილები ცალკე გავაგზავნოთ ყველა პარტია, მაგრამ წერილების შინაარსი იყო საერთო. ანუ ერთ და იგივე შინაარსის წერილი იყო, ერთ და იგივე არგუმენტები და მიზანი ამ ყველა წერილს ქონდა ერთი. ის კი არა, რომ რაღაცა ყველაფერი კი არ მოვითხოვეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წესდების შესაბამისობაში შესაბამისად შეფასება საქართველოში მიმდინარე მოვლენების და შესაბამისად მათთვის მანდატების არაღიარება. ანუ ეს ძალიან პრაგმატული მიზანი დავდეთ, ყველა კონფლიქტის მიუხედავად, კამათის მიუხედავად, შეუთანხმოების მიუხედავად ჩავედით, დავამარცხეთ და დავამარცხეთ სერიოზული მონსტრი იქ, იმიტომ რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მე როგორც ყოფილი წევრი გეუბნებით, რომ 2019-ში როცა რუსეთი იბრძოდა იგივე პროცესში, იგივე ხალხი ვინც უჭერდა მხარს მაშინ რუსეთი, იგივე ხალხი უჭერდა ზუსტად სახელები და გვარებით რომ ვიცნო პირადად, ეს ხალხი უჭერდა, სხვა ევროპული ქვეყნის დეპუტატები უჭერდა მხარს ქართულ ოცნებას და მაგრამ დავამარცხეთ, იმიტომ რომ იყო კოორდინირებული ერთიანი სტრატეგია და ყველა ერთ და იგივეს ვაკეთებდა ერთმანეთთან, არ დაგვიწყია, არ დაგვიწყია მაგალითად მე როგორც გახარია საქართველოს წარმომადგენელს ნაცნობრაობასთან კამათი და ჩხუბი, იმიტომ რომ საერთოდ უადგილო იყო და საერთოდ არარელევანტული იქნება ჩემი სენტიმენტები ნაცნობ მოძრაობას მიმართ ან ნებისმიერ სხვა. ამიტომაც ეს იყო ეფექტური და ამის მოდელირება შეიძლება უფრო ფართო მასშტაბით ძალიან კონკრეტული ალტერნატივა გამოუჩნდით იქ ყველა ერთად, იმიტომ რომ როცა იყო საუბარი ერთი უნდა შესულიყო, შევთანხმდით ვინ უნდა შეიძლება შესულიყო, იმიტომ რომ ნუ ერთი უნდა შესულიყო და ყველა პარტია ვერ შევიდოდა და როლები ადგილობრივად, აი კოორდინირებულად უცებ განაწილდა. არასამთავრობო სექტორიც იქ იყო და არასამთავრობო სექტორი ძალიან დიდი წვლილია დღევანდელ პროცესში და მათი ისინიც უნდა იყვნენ ალტერნატივის მონაწილეები. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ცდილობს ყველაზე განსაკუთრებული მონსტრები გახადოს, ეგრეთ თვითონ მაგათმა დააქციეს ქვეყანა. ამ დროს ეგენი იყვნენ მის პრინციპში ყველაზე დიდხანს შეგვინარჩუნა ქართული დემოკრატიის ეს საფუძვლები დღემდე. ასე რომ ცოტა ისეთ აბსტრაქტულია, მაგრამ მე ფიქრობ step-by-step approach-ი რასაც ქვია, ნაბიჯ მიდგომით, სადაც ურთიერთობები პირობებში უნდა განოლდეს, ანუ გადაარბილდეს, გადავიდეთ კომუნიკაციაზე, კონკრეტული ამოცანების შესრულებით, კონკრეტული საკითხების მიმართ, განათლების სისტემაზე დიდი საკამათო გვაქვს რამე? უბრალოდ პარტიები ჯერჯერობით ჩუმად არის, არაფერი არ არის საკამათო, 20 გვერდიანი დოკუმენტი აიღეთ, ყველამ დააწეროს მემარცხენე, საერთო ცენტრში რაც გინდა. არც ერთ შემთხვევაში არ ვარგა და ის იმდენად არ ვარგა, რომ იქ იდეოლოგიური კამათიც კი ჯერ კიდევ არარელევანტურია, მემარცხენე, ახლა იქ არც არის, აი სრულიად აზრია ჯერ იმ კონკრეტულ თემაში, იმიტომ რომ ფუნდამენტურად იშლება განათლება და მე მემარცხენე მემორჯენი იდაოს იმაზე, რამდენად სახელმწიფო უნდა ჩაერიოს დაფინანსებაში თუ არ დაფინანსებაში და გადასახადი დააფინანსოს თუ თვითონ ჯიბიდან გადაიხდეს. ეს უკვე სხვა კატეგორიაში გადის, მაგრამ ფუნდამენტურად ინგრევა ღერძი ქვეყნის განათლების, რომელიც ბოლომდე აშენებულიც არ იყო, მაგრამ ახლა სულ ჩამოშლა ხდება და ტურისტულ, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურულ პროექტებად უნდა გადააქციონ. ანუ პრაქტიკულად მითვისება არის. მე მგონია რომ გაყიდვაც არ უნდა უნივერსიტეტების ყიდვა უნდა ჭავჭავაძე, ანუ ფული აქვს და საწაიღო ნარცია და მგონია რომ ილიაუნის პროსტა შენობები შეძენა უნდა და ახლა სახლს თუ აიშენებ თესეუს პირველ კორპუსში ხვდებით ხო არ გამოურიცხავ ესეთ აბსურდებსაც რა. თუ თავისთვის უნდათ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ცოტა დარჩა საქართველოში სივრცე, ცოტა დარჩა საინვესტიციო ადგილები, იმიტომ რომ ბუმი გვაქვს მშენებლობის და ესეთ არაჯანსაღი ეკონომიკის ნაწილია, რო იცოდეთ და არაფერი ამის განსაკუთრებული კარგი არ, როცა ამდენი ფული ტრიალებს უძრავ ქონებაში
განვითარებაში და დეველოპმენტში, მაგრამ აი ფულის შავი ფული სადმის უძრავ ქონებაში მიდის ყველაზე მეტად, ყველაზე ადვილად. ამიტომაც არ გამორიცხავ, აი ზუსტად მაგისტრის უნდოდეს. ძალიან ბევრი შავი ფული, ხო, ჩემი ესეთ ძალიან უხეში დათვლებით ეს არის მინიმუმ 500 მილიონი და მილიარდამდე იხარჯება ლოიალობის შესაყიდლად. ამას ნიშნავს ერთი ორი იმხელა ბრუნვა მიდის წელიწადში შავი ფულის ტრიალს. ეს შავი ფული სადღაც უნდა დაბანდეს. ეს დაბანდების სივრცეები მცირდება. რაც უფრო მეტი გაქვს, მით უფრო რთული ხდება, ხო, დაბანდება და პლუს ამას ემატება რუსეთის შავი ფული, რომელსაც აშკარად ეხმარებიან რაღაცა გათეთრების საშუალებები მიცენ, მაგრამ სადღაც ეს ყველაზე კარგი არის და ყველაზე მარტივი შედიხარ უძრავ ქონებაში და ამ უძრავ ქონებით ქმნი კაპიტალს, რომელიც თავის ზარდია. ხა თესოუს კორპუსი აწი ფასში უძრავი ბაზრის კუთხით თუ შევხედოთ, არასდროს არ მოიკლებს, ის ყოველთვის მოიმატება. ისტორიულია, ხო? ფიზიკის აუდიტორიაში. ხო, ანუ რის გამო, ანუ არ გამოურიცხავ, რომ ესეთ დონეზეც იყოს, რომ ხა სასტუმროს ეთებაზე არა ლაპარაკობ ხა სასტუმრო მაინდა-მაინც არ არის ყველაზე მონგებიანი დამერწმუნდეთ უძრავ ქონების თემაში, მაგრამ ის რომ კონდეს უკვე ქონება, ძვირფასი ქონება, რომელიც ფასებში გაიზრდება და ყოველწლიური 10-15%-იანი ზრდა ექნება, არც ერთი სასტუმრო შეიძლება მართლა მოგება არ დაგიტოვოს, როგორც კაპიტალიზაციის, ანუ კაპიტალ გეინი, რასაც ქვია კონკრეტული უძრავი ქონების ღირებულების. იგივე ილიაონის ცენტრალურ შენობაზე იქნება თუ სხვა შენობა. ანუ ეს არ გამოურიცხოთ, ეს არის ან სამხატვრო თეატრალური აკადემია, თქვა რუსთაველზეა, ხო? ანუ აი ამაში გადავდივართ, აქ არ არის სადაო არაფერი, აქ შეგვიძლია პარტიებს ვისაუბროთ და ვიკამათოთ და შემდგომ დაფინანსების საკითხი იქნება თუ გადასახადის სისტემა როგორი შემოვადა, ამაზე ეს რაც ფუნდამენტური, მაგრამ იდეოლოგიური, ეკონომიკური განსხვავებები, ამაზე მე ამას დემოკრატიის ფარგლებში თუ ვიდავებ, ავტორიტარიზმთან ვერ ვიდავებ, მემარცხენე მემარჯვენობას. ყველა ავტორიტარი არის პოპულისტი თავისი გაგებით. ამიტომაც აი აქ ვხედავ გამოსავალს რა, კონკრეტული საკითხების. ჩემი ხედვით ძალიან სწორად ჩამოაყალიბა თითქოს ჩემ აზრებს ახმოვანებ და ზუსტად ესე ეგეთი განცდა მქონდა. ხო, აი როგორც ახლა აი ხედვა რა, რას ფიქრობთ, აი როგორც ახლა დიმამ თქვა, აი თქვენი ხედვაც აი მაინტერესებს რა, აი და ლევანის როგორც გარედან, ასე ვთქვათ, მაყურებლის და მე ჩვენ გვინდა პოლიტიკურ ლიდერად ლევანი, პირდაპირ დავაფიქსიროთ აქ და მე მგონი კომენტარებში გითხარით, გინდათ თუ არა ლევან ღამბაშიძე პოლიტიკურ ლიდერად. ისე ყველა ფილოსოფოსი კარგი გამოხატული პოლიტიკაში ჰქონდა საბოლოო ჯამში, იმიტომ შეუქმნეს საფუძველი. არა, ზოგადად ფილოსოფია იყო საფუძველი თანამედროვე პოლიტიკური მოძრაობის და იდეების გაჩენას, ასე რომ თქვენი ასე ვთქვათ პროფესიული პასუხისმგებლობაც არის. ხო, ნუ ფილოსოფიის მთავარი შეკითხვა არის რა არის სამართლიანობა. სამართლიანობა კიდევ არის რეალურად სახელმწიფოსთან დაკავშირებული. მაგრამ რაც შეეხება თავად იმ საკითხს, რა შეიძლება იყოს თქვათ როგორ ვქნით ალტერნატიულ ცენტრს. მე მგონია რომ პირველი თქვენ რაც თქვით ეს აბსოლუტურად გეთანხმებით თითქმის ყველაფერში, მაგრამ გარდა ამისა მე მგონია თქვა ცოტა უფრო კონკრეტულ რაღაცებზე თუ გადავალთ, მე მაგალითად წარმომიდგენია რომ აქ მოცნებას აქვს რამდენიმე ძალიან კონკრეტული მნიშვნელოვანი ნარატივი, რომელზეც არის დაფუძნებული მისი დეზინფორმაცია და მისი ეს მთელი პროპაგანდა. და მე მგონია რომ ერთის მხრივ შეიძლება ბევრი ხმა ისმოდეს სხვადასხვანაირად თქვენ რაც თქვით, რომ სხვადასხვა რაღაცებზე თქვათ ფლატ მაინც გაერთიანებული არ იყოს ყველა პარტია, მაგრამ ერთი და იგივეს ამბობდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეთანხმება უნდა არსებობდეს, მაგალითად როგორ შეიძლება დაძლეული იქნას ის გიჟური იდეა, როგორც არის აბა ომი კინდად. ხო, იმიტომ რომ მე მესმის და ყველას ესმის, რომ ეს ძალიან კონკრეტული იდეა, რომელიც დაფუძნებულია ომის შიშზე, აბსოლუტურად ლეგიტიმურია, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანის და მის ბუნებაში არის ჩადებული რაღაცა გარკვეული საფრთხეები და შიში. და მე მგონია რომ ოპოზიციამ რაღაცნაირად და საერთოდ არა მარტო ოპოზიციამ, აი რაც თქვით, იმიტომ რომ რეალურად 340 დღეზე მეტია მთელი საზოგადოება დგას იქ. ერთი მე იმასაც დავამატებდი, რომ მე მგონია, რომ იქ უფრო ხშირად უნდა ისმოდეს კონკრეტულად იმ ადამიანების ხმები, უფრო მეტი გამოსვლა უნდა იყოს ჩემი აზრით რუსთაველის პროსპექტზე და ეს არ უნდა იყოს მაინც და მაინც პარტიული გამოსვლები. არამედ აი პარტიული გამოსვლებიც, ანუ პარტია როგორც დიმამ თქვა, რომ აი რაღაც უნდა პოლიტიკა აღარ არსებობს. ამიტომ კლასიკური პოლიტიკა აღარ არსებობს ქვეყანაში, არის დისიდენტური მოძრაობა და შესაბამისად კლასიკური პარტიული გამოსვლები ვეღარ იქნება, ხო? უნდა იყოს პოლიტიკოსების, ამ პოლიტიკოს საზოგადოებრივი ტიპების, რომელსაც პოლიტიკოსის ამბიცია უნდა ქონდეთ ადამიანებს. კი, ეხლა ისეთი პერიოდია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს. მე მგონია, რომ აქ უნდა
შეიქმნას ძალიან გონივრული პასუხები ყველა იმ პროპაგანდისტულ ნიშზე, რომელიც არსებობს. ხო, ანუ უბრალოდ იმის თქმა, რომ კი მე ეს მინდა, ან მე არ მეშინია და ასე შემდეგ, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ამაზე ძალიან კონკრეტულად მივიღეთ პასუხი ჩვენი მოსახლეობის მხრიდან, იმიტომ რომ რეალურად შეიძლება ხარდამჭერიც არ იყოს ადამიანი ოცნების პოლიტიკისა, მაგრამ ომის შიში მაინც ჰქონდეს და მე მგონია რომ რაღაც გარკვეული პროგრამები უნდა შეიქმნას ამასთან დაკავშირებით, რომელიც გეტყვის რომ რა არის სამომავლო ხედვა, რა შეიძლება იყოს და მე ამაზეც მგონია რომ ამაზე შეიძლება რომ რეალურად შეთანხმდეს მთლიანად მთელი საქართველოს პოლიტიკური და თქვა პოლიტიკურად აქტიური ხალხი, რომელიც მე ნელ-ნელა ამ ახალ ნარატივს მიაწვდის ჩვენს მოსახლეობას და აუხსნის როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ მშვიდობა, მაგალითად იმის გარეშე რომ მაინც და მაინც ჩამოვშორდეთ მთლიანად ევროკავშირს, ხომ? და ეს მხოლოდ მაგალითად შეიძლება რომ შევაჯამოთ ლევან, ანუ რასაც ამბობდა და რაც ჩემი იდეაც არის და რასაც უკვე მუშაობთ კიდევაც, რომ რაღაცა კოორდინაცია, ანუ უნდა მოხდეს იმაზე, რომ რა არის სათქმელი, მათ შორის პროპაგანდას როგორ უპირისპირდებით, პასუხი უნდა გაიგოს და ამის კოორდინაცია მაინც მოხდეს პირველ ეტაპზე და შეთანხმება მოხდეს იმის ხედვის ვთქვათ რა როლი უნდა შევასრულოთ. ხო, ყველა მიცის მოაზროვნეთ თუ პოლიტიკაში ხარ და ოდნავ აზროვნებ, იცი რომ შენი როგორც მით უმეტეს პატარა კი არა ძალიან დიდი ქვეყნის ბედის, მაგრამ მით უმეტეს ჩვენაირი პატარა ქვეყნის ბედი არის როლის განსაზღვრაში იმ ახალ გეოპოლიტიკურ გადალაგებაში, რომელიც დღეს იქნება. უნდა გავსაზღვროთ ეს როლი, სადა ვართ ახლა ამ გეოპოლიტიკურ გადალაგებაში და იქიდან გამომდინარე რა ხედვა უნდა გქონდეს ეკონომიკის, განათლების და ასე შემდეგ რა ანუ ეს ხედვა შეგვიძლია ერთმანეთთან ასე ვთქვათ დავაახლოვოთ, ხო? ეს აუცილებელია. მე ამაში ვარ დარწმუნებული. ანუ ორ რამეზე რო ვილაპარაკოთ, ხედვაზე და საერთო მესიჯების კოორდინაციაზე. ამაზეა ლაპარაკი. მე კიდევ ერთ რაღაცას დავამატებდი სიმართლეობითად. მე მგონია, რომ მთლიანად ამ საზოგადოებრივ და პოლიტიკოსებმაც უფრო მეტად უნდა აიღონ თავის თავზე აქტიურობა და ეს აქტიურობა ფიზიკური უნდა იყოს ნამდვილად, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც თქვათ, მაგალითად სხვადასხვა უბნებში არიან თბილისის გაფანტული, იმათთან მივიდნენ, იმათთან დაიწყონ ლაპარაკი რეალურად, იმიტომ რომ რეალურად აი ეს კარდაკარის პოლიტიკა, რომელიც არსებობდა საქართველოში, ეს რა იყო, რომ არჩენებდნენ რამდენიმე კვირით ადრე, მართლა ჩაიცვალდნენ რკინის ქალამნებს და დადიოდნენ აქეთ-იქ და ეუბნებოდნენ ხმა მომეცით. ამ შემთხვევაში ჩვენ ეს არ გვჭირდება. მე მგონია, რომ ჩვენ გვჭირდება არა ის რომ ხმა მომეცით, არამედ რომ აუხსნათ იქ. აი იმიტომ რომ საქართველოს არის აი მცირე პატარ-პატარა საზოგადოებების დიდი საზოგადოება, რომელიც ერთიანდება, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია სამეზობლოში რას ლაპარაკობენ, ოჯახში რას ლაპარაკობენ, სანათესაოში რას ლაპარაკობენ, გუბანში რას ლაპარაკობენ. ამისთვის გვჭირდება კოორდინირებული მესიჯ ბოქსი. ხო, აი ამას გულისხმობ მეც, რომ პირველ რიგში რაღაცნაირად აი ესეთი მოქმედების აი სტრატეგია არის განსასაზღვრი. მე ვინ სად როგორ წავა, ეგ მეორე საკითხია, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მგონია, რომ აი ეს აქტიური მოძრაობა უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ მოძრაობის გარეშე პოლიტიკა თავისთავად მოძრაობაა და ამას გვეუბნება ჩვენი კლასიკოსიც რა. თერგო. ხო, თერგო არა. მოძრაობა, ჩემო თერგო. ისე გადმომხედა თვალებს ჩვენ თერგო. თერგო კარგია. შევეწინააღმდეგებოდი ამას. მე არც მესიჯ ბოქსის მჯერა და არც ეგ გზამგონია სწორი, ანუ მესიჯ ბოქსმა დაგღუპა მე რომ მკითხო პირველი რუსული კანონით დანმოყოლებული, ანუ მესიჯ ბოქსი არ არის ლაპარაკი რა, პირიქით უწინააღმდეგება. არა, მესიჯ ბოქსი ერთი ლამინირებული მესიჯ ბოქსი არ ლაპარაკობ. პირიქით პირველი რუსული კანონის გამო, ბოდიში თავიდანვე შეგეწინააღმდეგ, მე ხვალ პირველი რუსული კანონის გამო ხალხის გამოყვანა მოახერხა სწორმა კომუნიკაციამ ამ ხალხს. მე ვფიქრობ, რომ ეგ ტერმინები, ეგ ან დისკურსი გვაქვს რა შესაძლებელი საბოლოო ჯამში და აი მესიჯ ბოქსის ხსენებაც უნდა გავაქროთ რა, იმიტომ რომ ადამიანს მაგას რეუბნები არ მოწენები. მე ვთქვი მესიჯ ბოქსით მე ვთქვი იდეა. ანუ თუ ვინმე რაზე გვაქვს რაზე ლაპარაკი ერთიანი ხალხი რა და თქვით რა მოდი გავიდეთ და შენ კახეთში წადი შენ სამეგრელოს შენ და წავედით და
გზაში რო ეკა რა უთხრა ამ ხალხს? აი ეგ თუ გჭირს, ხო, მას ჯობია რომ არ გქონდეს არც ერთობა და არც არაფერი რა. არა, შეთანხმება გქონდეს, როგორ საერთო ხედვა გქონდეს. ისე გენდობი შენ კონკრეტულად, ხო, რომ ვიცი რომ სადღაც რაღაც შეხვედრას გააკეთებ, არაფერს არ გამიფუჭებ რა მე და განსხვავებულად იტყვი იმას, შეიძლება რაღაცაში არ დაგეთანხმო, მაგრამ ეგ ნდობა ხო მაქვს, რომ იმაზე არ ეტყვის, რომ ეხლა წამოდა რაღაცა დავხოცოთ ხალხით რაღაც. ანუ გენდობი რა. ანუ თქვა რუსეთ დამირეკავს ვიღაც, მithra ეკა იყო ჩამოსული და თქვა რომ რუსეთთან უნდა ისაუქნა დიპლომატიური ურთიერთობები დავამყაროთ. ანუ ჯერ არა მაგის რა და ამიტომ ფიქრობ რომ თავისუფალი მოაზროვნე ადამიანების ერთობა, ოღონდ ისეთი რომელიც შეიძლება არ იყოს ფორმალურად რაღაცა ჩამოყალიბებული, შეიძლება უფრო ქმედითი იყოს რაღაც სიტუაციაში, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ საერთოდ ეს პოლიტიკური პროცესი მოკვდა, რო არ დაგიმალოთ, ცოტა მგონია რომ კი არა მოკვდა, რავი, დავმარხეთ თუ რაღაცა თორემ მკვდარი დიდი ხანია იყო რა, იმიტომ რომ ეგ არ იყო პოლიტიკა, მე რომ მკითხო რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა, ზუსტად მაგის გამო რა. იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე, მაგალითად 6 წლის წინ ჩემს შორის მაგალითად რომელიც შენთან მოდიოდი ხოლმე გადაცემაში და რაღაცებს საუბრობდი ხოლმე და ჩემს მერე პოლიტიკოსს შემოდიოდა და დიდი განსხვავება არ იყო რა. ორივე იყავით მოსაუბრე რაღაც შემფასებელი სიტუაციის რა, იმიტომ რომ მე არც მე არ მივდიოდი ხალხთან და არ უგვარებდი პრობლემებს და არც ის არ მიდიოდა და არ უგვარებდა პრობლემებს რა, რეალურ პოლიტიკის თვალსაზრისით, ხო? ანუ მეც არ ვიცოდი მთაწმინდაზე ყველაზე რაღაცა წყალმომარაგება სად არის პრობლემა და არც იმან არ იცოდა, მაგრამ ორივე კარგად საუბრობთ რაზე, რომ რაღაც რუსეთი გეოპოლიტიკა ქართული იდენტობა ილია ჭავჭავაძე რა. ვერ დაგეთახმები რომ შედაირად კარგი ისიც კონკრეტულ კონკრეტულ თემებზე. კიდე საკითხავია ხო და მაგ კონკრეტულ თემებზე. ეგ სტერილურობა, რომელმაც პოლიტიკაში ახლა შენ შეკითხვა რაც არის აბსოლუტურად ლოგიკურია. როგორ შევდივართ პოლიტიკაში, ხო? ანუ აი ეს რა, რომ უნდა შევიდეს ახალი სისხლი. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორი არის, რაც ახსენა დიმამ, რომ უკვე არის ეგ პროცესი დაწყებული, რაც ეს აქტიური ფაზა დაიწყო წინააღმდეგობის, ხო? იმიტომ რომ რაღაცნაირად როგორ უყურებთ პოლიტიკასაც რა, აქამდე ესე იყო, რომ ლევან რა კარგად ლაპარაკობ, ხო არ გინდა პოლიტიკაში, რა შუაში ლაპარაკი რა, ხო? რა კაი სტატუსი დაწერინ დღეს წამო პოლიტიკაში რა და ვინც მე ვიცი ხალხი, რომელიც ეგრე შევიდა პოლიტიკაში რა, აი რა კარგი ბიჭია ეს იმიშვილი, ეს ამის ბიძაშვილია, ეს ამის წამოდი პოლიტიკაში და წავიდა რა, ხო და რო წავიდა ანუ რავი 4-ჯერ მქონდა შანსი რომ პარლამენტში მას წავსულიყავ, მაგრამ რო წარმოვიდგენთ ჩემ თავს იქ რო ვიჯექი რომ WhatsApp-ით მომდის რომ აბა ყველამ ეს ვქნათ, ეს ვქნათ სახეები გავასწოროთ და მოკლედ არ იქნებოდა ეგ ის პოლიტიკა, რომელიც მე ვფიქრობ რომ პოლიტიკოსმა უნდა. კაი, შენ როგორ ფიქრობ რომ ადამიანები უნდა შევიდნენ? მე ვფიქრობ ესე, რომ პირველ რიგში უნდა ეს ფოკუსი გამოვიტანოთ და გავწელოთ დიდ დროზე რა. ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, არის დიდ ხნიანი ხსოვეთ საშუალო მაინც და არა მოკლევადიანი არ ვახსენა. ვიღაცა შეიძლება უცებ ცივმაწალმა გადასულ რა ის 28, მაგრამ ნუ ეგეთი მოცემულობა გაქვს რა. როდის მინდა ცვლილება დღეს. ეხლა რო გავალთ, დამხვდეს ცვლილება. როდის მოხდება ცვლილება, რავი, რას გავაკეთებთ იმის მიხედვით რა და რომ ეკითხებიან ხოლმე რომ აი ვიღაც ერთ-ერთი ადამიანს ეწერა, როგორ ფიქრობთ ამდენ ხანში დაექცევიან და ვიღაცა 6 თვე მაქსიმუმ რაღაც ეს წერდნენ რა და მე არ უყურებ მასე რა, მაგალითად როგორ უყურებ ისტორიულ პროცესში. 56-ში იყო მდგონი ზვიად გამსახურდია რომ დაიჭირეს ხო რაღაცა. კი, იმის გამო რომ იყო რა პროკლამაციებს არცელებდა ხო. აი რა რო გეკითხა ზვიად გამსახურდის როდის გინდა რომ ეს დაემხოსო და რო ეთქვა რომ 57-ში მინდა ხო. რა შეიძლება გეტყო და კიდევაც, მაგრამ მისი ცხოვრების გზა არის ზუსტად მიზნის დასახვა და ამისკენ სვლა და არა დედლაინების მიხედვით, ან მესჯი ბოქსები მე ვაკეთებ, აი მერაბთან ერთად ვაკეთებ ეს თვალზე შენ არა. კოსტავასთან ერთად, ხო? ორნი ვართ რა. სადა ხართ ხალხო რუსთაველზე რატო არ გამოდიხართ? ეგ ისტერიკა არ ქონია რა ზუსტად გამ. შეიძლება ქონდა, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით, მაგრამ კოსტავაში აი ეს რაღაც უკმაყოფილებები ეხა რაც გვაქვს, ეგ გვაქვს დასაფილტრი რა. მაგალითად ერთმანეთის მიმართ, რომ რატო არ გამოდიხართ გარეთ? რა, ვიღაცა გამოდის, ვიღაცა არ გამოდის. აი ვინც გამოდის, ის რას აკეთებს, ხო ამით? იმას შეიძლება ესე იგი ვენდო, ვინც ციხეში ჩაჯდა, იმან ესე იგი დაამტკიცა, რომ მისთვის რაღაცა საკითხია, თავისუფლების საკითხი, საქართველოს დამოუკიდებლობის იმდენად პრინციპულია, რომ მზად არის თავის ცხოვრების, თავისუფლების რაღაც დრო დაუთმოს. ისევ ვერ დავასახელეთ პიროვნებას და ჩვენი პრობლემა არის ის, რომ პიროვნებები ვიცით მათი რაღაცა კულმინაციის დროს, ანუ როდესაც ცვლილება მოახდინეს, ხო? ილია ჭავჭავაძე ვიცით უკვე ზრდასრული ადამიანი, რომელმაც სტამბა გააკეთა, რომელმაც ბანკი გააკეთა, მაგრამ რამხელა შრომა ედგა და რამდენი წლიანი შრომა ედგა ამას. ეხლა მართლა ხო უნდა დავაფასოთ, მაგრამ არ უყურებთ მასე ისტორიას და ჩვენ თავსაც ესე უყურებთ, რომ ეხლა ხვალ რომ მოვალ პოლიტიკაში, ხვალ უნდა ვიყო ილია ჭავჭავაძე რაც იყო ბოლოს, მარტინ ლუთერ კინგი რაც იყო ბოლოს, განდი რაც იყო ბოლოს განთავისუფლების დროს ინდოეთის, ხო, მაგრამ განდი აბა 20 წლით გადავახვიოთ და ვნახოთ რა შვებოდა. რა შვებოდა? ციხეში იჯდა რა. არაერთხელ ნაცემი იყო პოლიციის მიერ ბრიტანეთის არაერთხელ მგონი ლუთერ კინგი, რა ვიცი, 20 ჯერ იჯდა ციხეში რა. ეს ხო ძალიან არაპოპულარული იყო მისი აზრები. ეხლა რომ გონია რომ მაშინ ის ვარსკვლავი იყო, საერთოდ ყველა ესეთი მოძრაობა, რომელიც ილია ჭავჭავაძეს არ იყო პოპულარული. ხო, ესეც უნდა ვიხოთ, ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ის ჯგუფები, რომლებიც შემდეგ გახდნენ საკულტო მოძრაობების ლიდერებად, ძალიან სტიგმატიზირებული და ძალიან არაპოპულარულები იყვნენ. მივიდივარ ზუსტად, რაღაცნაირ ის გამო. პირველი, იმიტომ რომ არ დანებდნენ, რომ აი დღეს არ გამოვიდა და მოდი
მოდი ხა რამდენი ადამიანის პოლიტიკაში წავიდა და წამოვიდა მე ხა გამქრა საერთოდ რა მარტო ქართული ოცნებიდან ბახტას წაგულისა დეკემბერში ჩვენთან ერთად და ეხლა ის გახდა რა ქვია ეგ საერთოდ არის ეგ საერთოდ მაგაშიც არის სხვა თემაა ხო არა ვიცი რას ვამბობ შეხედე პირველი პროცესი თუ შევხედავთ მე ზუსტად ვიცი რომ ეხა 200 კაცი უკვე რო ზის ციხეში მაგ ხალხიდან უნდა შეირჩეს ის ვინც მე იქნება პოლიტიკა შეირჩეს არა თუ გადაწყვეტს ვიღაცა წაყვება იმიტომ რომ იტყვის რომ ამას უკვე გაკეთებ ჩემთვის ციხეში ის რა ანუ მოდი ბარემ ერთი კი ბოლო კითხვა მინდოდა რომ შემოვიტანო აი უნდა ხო კი ძალიან სწორი რამ თქვა და დიმამ რომ უნდობლობა კი უნდობლობა არის უფრო მეტი ვიდრე ეგო იმიტომ რომ უნდობლობის დანერგვაზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ წლობით თანმიმდევრულად, იმიტომ რომ ეს არის მათი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი გათიშონ და იბატონონ მარტივად. მაგას კიდევ წინანდებს გეტყვი რა. ეგენი ქვეყნა თავის ციხეში არ შეждდებიან რა, მაგალითად ოპოზიციონერებზე იყო ხოლმე, სულ ეგეთი წინანდები, ეგენი ციხეში არ არის შემთხვევით ყველა იძახენ, სხვებს სვავენ, სხვები გაწირეს თვითონ არ ჩაჯდნენ. ეხა ხო ზის ზურა ჯაფარიძე ხო ზის ციხეში რა. ანუ მეტი როგორ დაამტკიცოს ადამიანმა რომ ხო ჩაჯდა, ეხა ვინმე თუ კიდე ვინმე ამ სულელობის რაღაც ასპექტში ბოლოში თუ დგას და იძახის რომ ეხლა ძალით გათვალა რომ 6 თვით ჩაჯდეს, იმიტომ რომ ანუ გიჟი ხო არა ადამიანი ბავშვებს მოწყდა, ოჯახს მოწყდა და 6 თვით ჩაჯდა რაღაცა გათვლების გამო. ჩაჯდა, იმიტომ რომ პრინციპული არის მისთვის, ხო? და მე შემხვდა ადამიანი რომელსაც თქვა რომ არ მეგონა. და ეს არის ის ნდობის, ანუ პოლიტიკოსმა უნდა დაამტკიცოს რომ სანდო არის რა და ეხლა როგორ ამტკიცებს ტელევიზორში გამოსვით არ ამტკიცებს, ქმედებებით ამტკიცებს, ხო? ხო და აი ამას უყურებთ ამ პროცესს, ნელ-ნელა ვიცით ზუსტად რომ იქიდან რა წერილებიც იწერება, იქ იგრძნობა რომ პოლიტიკისთვის მზად არის ახალი ხალხი, ზუსტად ის რომელიც გუშინ არ აპირებდა, ანუ ტრადიციული პოლიტიკის არ მიეკუთვნებოდა ამ წრეს, მაგრამ უკვე არსებობს, ხო, გვარები რო არ დავასახელო რა. შესაბამისად ამ პროცესში იბადებიან ახალი პოლიტიკოსები, მრავალფეროვნება არის, ყველანი ერთნაირები არ უნდა ვიყოთ. თუმცა მე პესიმისტურ, ანუ იმას ესეთი ციხიდან გამოსული, თქო, გმირებში შეიძლება მათ შორის უნდობლობა და საზოგადოებას და მათ შორის უნდობლობა. ანუ ეს ბოლო მომენტამდე იქნება, რამაც განაცხადოს არ გაქრება. თუმცა გადავაშნოვანი რაც საოცრად ნოითქოს რა ბაზა რა, ანუ ჩვენს პოლიტიკას ბაზა არ ქონია რა, იდეოლოგიური ბაზა. 2012 წლიდან. ნაცებს ჰქონდათ ერთადერთი იდეოლოგიური ბაზა. ბაზა თქვა სანამ ძალაუფლებაში იყვნენ. არა, და ეს ბაზა შემორჩათ ბოლომდე. სხვა რაღაცას ნახე. მათი კონსოლიდაცია ამ ბაზის გარშემო ხდება, ამ იდეოლოგიის გარშემო ხდება. არის ძირითადი რის გარშემოც ან ერთ გაერთიანება ხდებოდა რუსეთის საკითხი, ხო, ანუ ძალიან კაფიო, მაგრამ ეგ უკვე ეროვნული საკითხი არის და არა იდეოლოგიური რა, რაღაცნაირად ეროვნული. როგორც ქართველი იბრძვი რა და ამიტომ შესაბამისად დიდი ბრძოლის ნაწილი ნარატივის თვალსაზრისით გადიოდა ხოლმე, რომ აი რუსული არ არის რუსული რა. ბაზაზე როცა ვსაუბრობთ, არის მართლა რას ფიქრობ, როგორ ფიქრობ კონკრეტულ საკითხებს რა და ეხლა ისე დრო არ არის შეიძლება ესე ვიმსჯელოთ, მაგრამ პირობითად მარქსი რაღაცას წერდა, ხო? და რამდენი წელი გავიდა მარქსის დაწერილიდან, როცა 1917-ში რევოლუცია მოხდა, ხო? ანუ ეს ხო ითარგმნა რაღაც კონკრეტულ შრეებში ჩავიდა და შეეხო ისეთ საკითხებს, როგორც არის შრომის საკითხი, უფლებების საკითხი, რაღაც ბავშვთა შრომა და ასე შემდეგ, რა. ეგ ყველაფერი იდეოლოგიური საწყისი არის საბოლოო ჯამში და კი მარქსს ჰქონდა თქვა რაღაც დიდი ბრძოლის, დიდი ნარატივი, ხო, რომ ბურჟუა და კაპიტალი ისინი, რა ქვია, პროლეტარიატი ერთმანეთს უპირისპირდება, მაგრამ კონკრეტული მოწყობის მოდელებიც ჰქონდა ამასთან ერთად, რა, რომელიც ეს ალტერნატივაზე როცა ვსაუბრობ, პირდაპირ გამზადებული. ანუ კომუნისტურ მანიფესტში წერია, რომ ჩვენ კი ამათ დავამარცხებთ, იმიტომ რომ ბოროტებმა რო დავამარცხებთ, გავაუქმებთ კერძო საკუთრებას, ამას ვიზამთ, ამას ვიზამთ, რა და ჩვენ ხო და ესეც არ არის. გეტყვი ორ პასუხს, ხო და ორი პასუხი. პირველი პასუხი მაქვს, მაგალითად იმ ტაქსის წყოს არ შეიძლება უთხრა. ხო, მითხარი. მე არ ვაძლევ ხმას ერთ ადამიანს, მე გარანტირებულად გეუბნები, რომ ერთ მართლობას ჯობია მრავალ მართლობა რა. მარტო მაგას გეუბნები, ანუ კოალიციური მართლობა ჯობია იმას. მაგრამ ის ხედავს, რომ კოალიციად პოსტ კი არა, აი როცა კრიზისული სიტუაცია, ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას და არა მარტო დგას, არამედ ვითომ გაცნობიერებული აქვთ ამ პოლიტიკოსებს და ლაპარაკობენ ამაზე. ანუ ამბობს, რომ დღეს ჩვენ ან გადავრჩებით, ან ვერ და ამ დროს მაინც ვერ ერთიანდება. რატო უნდა დავაჯერო, როგორ დავაჯერო ის ტაქსის მძღოლი, რომ გაერთიანებას არა, თანამშრომლობას ვამბობ, კაცო, ხო და თანამშრომლობას ვამბობ, კომუნიკაცია, რომ თქვათ რაღაცა ერთი სტრატეგიით ვიაროთ, თქვათ ვიყოთ ის, მაგრამ ერთი სტრატეგიით ვიაროთ, მაგრამ ამას როცა ვერ ხედავს ის, როგორ უნდა მივაწოდო ეს დამაჯერებელ ალტერნატივად? 8 იყო, 6 დარჩა რაღაც, ანუ 6 ხო დარჩა რა, ანუ ხო არაფერს არ ჯობ, ანუ სულ არაფერს უკეთესი ხო არის ეს რა, მაგალითად. ლევან, გრძელი პასუხია, არადამაჯერებელია, მოკლე პასუხები გვჭირდება. მე არ გეთახმები კატეგორიულად იმაში. მოკლე პასუხებს გეტყვი რა. კატეგორიულად ადამიანებს ჭირდებათ მოკლე პასუხები. შენ თვლი,
რაღაცა განათლებული ინდივიდუალური არა ადამიანებს მე ერთით მეტი არა ვთქვი და ამიტომ ეხა მოვიგე ეს დებატი რა გეტყვი ზუსტად მაგას ნათელი მოკლე მესიჯებით დაამარცხა მოიგო ჰიბრიდული ომი ივანიშვილმაც და ყველა ხო და ჩვენ ისე გვინდა მოვიგოთ რომ ჰიტლერი არ მოვიდეს მე ხელისუფლებაში ხო ეხა შერასაც ამბობ არის აღწერილი არტურ კოსტერის მზის დაბნელებაში სადაც ამბობს რომ ყველაზე მარტივი პასუხი არის ისაც უნდა შესთავაზოს საზოგადოებას მაგრამ ამას ამბობს ვინ ბოლშევიკი რომელმაც ყველაზე მარტივი პასუხი ვინ არის ვისი ბრალია მასონები შენ წარმატებული აქეთა მაგალითი ანუ შენ მე გეუბნები რომ მარტივად ელაპარაკე დრაშხოში ბოლშევიკი და ჰიტლერი რთულად ლაპარაკობდა გურის სულთანიშვილი რა ეხლა ლაპარაკობს მარტივად მაგრამ ეგეთი დეგრადაცია თუ გინდა რომ ვინმე განიცადოს ჩვენ ხარეს ხო რა ვიცი მაგრამ მოაწევს დრაშხოში მარტივად ლაპარაკში რატო არის დეგრადაცია აი აბსოლუტურად არ გეთახმები მაგრამ ადამიანს რომ გააგებინო გასაგებად რას ეუბნები ეს არ არის დეგრადაცია ეს არის ადამიანის ერთი წუთი არ ჯეროდეს ადამიანის რომ ის რთულად ჯერჯერ რთულად ნათქვამი რას ნიშნავს აი რთულად ნათქვამი რას ნიშნავს რა აი შენაც მითხარი როგორც ალტერნატივა აუხს ახლა 8 იყო 6 დარჩა მე ჩამოუთვალო 8 ვინ იყო მე 6 ვინ დარჩა აკრო ჩამოვალ ლეფადები შენ გინდა რომ არჩევნებში ენდობი ადამიანს დებატებში დაგპატიჟეთ არჩევნებში ენდობი ადამიანს რომ ის მას აქვს უნარი რომ მივიდეს არჩევანი დააკეთოს მაშინ შენ თვლი რომ ადამიანი არის ზოგადად სულელი რა და იმიტომ რომ თუ ამბობ რომ ჩვენ სულელებზე უნდა ვიმუშაოთ მაშინ მე არ მაშინ ვიმუშაოთ განაცემებით და ლევა თუ შეიძლება ჩავედები რა მე არ ვირო ადამიანის სულელი მე ჯერ გებჯერ წესიერად თუ აუხსნი სულათაც რაც გვეჩვენა სული რა არის რთული იმაში რომ სიტყვაზე მოგატყუეს რომ ომი მინდა არის სიგიჟი მოგატყუეს რა ეგეთ ამას არ აუხსნი ლევა რამდენჯერ აუხსნი ლევა ბევრჯერ აუხსნი მე მაგის კი ეხლა პირადობა დაგიჯერა ბევრად მეტი ადამიანი ისმენს ეხლა ვიდრე ისმენს და სამი აი აბსოლუტურად ვეთანხმები იმიტომ რომ მართლა ეს კი შეიძლება ბევრჯერ აუხსენ თითოეულ ჩვენთან გასააქ ნათქვამი რა სისტემატიზირებული ეს მესიჯი არ იყო 2 წლის განმავლობაში ეს არის 2-4-4-ია კომუნიკაციის იმაში ხარ ახლა ჯელობ და 2 მიუმატოთ 2-4-ია თუ 5-ია არა ფუნდამენტურად ნემოს მინდა ცოტა შევეშველო იმით რომ ფუნდამენტურად არასწორია ინგზის გავლა რომელსაც ჩვენ ვებრძვით ანუ ისეთივე სტილით ვებრძოლთ იმიტომ რომ თუ ჩვენ ისეთივე სტილით ვებრძოლეთ და რატო მარტივად გასაგებად ველაპარაკოთ იდეაზე პასუხი ვერ იქნება. თავარი ეფექტური იყოს ეს გზავნილი და ეს გზავნილი. მაგრამ იმით კიდევ ერთხელ ვერ დაანახებ ვერ ეტყვი რომ ესეთი ორგანიზმი ნათქვამი ვერ იქნება ეფექტური. ამაში ვარ ძალიან ღრმად დარწმუნებული. მე მაქვს საუბარი რას ეუბნება. ის ეუბნება და მარტივად ომი უნდა და რაღაც ვიღაცას ხო? შენ ესე მარტივად რომ ომი არ უნდა, ეს არ არის დამაჯერებელი. შენ ჭირდება უფრო მეტი შინაარსიანი საუბარი იმის რომ დაარწმუნო რომ ომი არ უნდა ვიღაცას ჩვენ მოგობას არ უნდა ჩვენი ომში ჩათრევა და ასე შემდეგ. განათლების 4 გვერდიან სისტემას კონცეფციას ვერ დაუპირისპირებ ერთგვერდიანს. იმიტომ რომ ეს არის პოპულიზმის დამახასიათებელი, ის მარტივად იძახის რაღაცებს. ვიღაცა მარტივად ეუბნება რომ აი რაღაცა ვიღაცების ბრალია, შენ რომ მასონების ბრალია, ჯერა მასონების გარკვეულად რწმენის ნაწილია, ეს არ არის რაციონალური, ხო, მაგრამ ვერ ეტყვი რომ უბრალოდ მასონების ბრალია არ არის. უბრალოდ იმიტომ რომ არ არის დამაჯერებელი. უნდა ახსნა რა. ანუ ამაში ვეთანხმები რომ მესიჯ ბოქსები კი არა, ჩვენ უნდა დავანახოთ ეფექტი და დღეს იმ ტაქსის როლი იყო თუ ვინც იყო, იმას ვერ აუხსნი რომ ამ ხალხისგან კარგი კოალიციური მთავრობა გამოვა, რომელიც ერთმანეთს ხელს არ ართმევს. ნუ როგორ მე თვითონ არ ვიცი რომ არ გამოვა დღეს დღევანდელი მოწმობები და დღეს უფრო მეც ვიტყვი, უფრო მწარეს ვიტყვი იმას რომ დღეს რომ ჩამოიშალოს ქართული ოცნება, ოპოზიცია ხელში ვერ აიღებს ძალაუფლებას, ამის გარანტიას გასწრებს. და ისე ოცნებაში მოინახება ძალა, რომელიც ამ ძალაუფლებას აიღებს. რამდენად გრძელი ხანგრძლივი იქნება ეს ძალაუფლების მქონე თუ სტაბილური თუ არა, არ ვიცი, შეიძლება კიდევ უარესი გახდეს, მაგ არასდროს არ იცი, მაგრამ დღეს ოპოზიცია არ არის მზად იმისთვის რომ ხელისუფლება აიღოს და ეს არ არის ვიღაცის მიერ სუბიექტურად დანახული, ეს ობიექტური მოცემულობა. ამიტომ ამისთვის ჭირდება ჩვენ ამ ხალხს შორის ურთიერთობა, რომელიც ინდივიდუალურად რა ყველა იცი რა კარგად ურთიერთობს ერთმანეთთან, მაგრამ რაღაცნაირად ეს უნდობლობის რეჟიმი შემოდის, რომელიც უშლის ხელს რომ საუბრის რეჟიმში გადავიდნენ, ან მე საჯარო თავდასხმები, რომელიც კიდევ უფრო ამწავებს რაღაცებს, მოდი შეიკრიბონ დახურონ კარები და რაღაცებზე იმსჯელონ და რაღაცებზე ვერ შეთანხმდეთ. რა თქმა უნდა, ვერასდროს ვერ შეთანხმდებიან, რომ ერთიანი გზავნილით მივიდე, მაგრამ ის რომ განათლების რეფორმა ცუდია და გვაძლევს ესეთ აი საყვარლის გვაძლევს. განათლების რეფორმა ცუდია, მანარცხენებად თქვას, მემარჯვენებად თქვას, ცენტრისმა ყველამ თქვას, იმიტომ რომ ყველა პერსპექტივიდან ცუდია და სადღაც შეიძლება განსხვავებები ისე იდეოლოგიური მაგრამ მე აი კონკრეტულ მაგალითში რას ვამბობ, აი ცუდია, რატომ არის ცუდი? თუ ყველა ვთანხმდებით ამაში და ერთ
საკვანძო სიტყვას ვამბობთ, ის საკვანძო სიტყვის ზემოქმედება ადამიანის გონებაზე ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ის, რომ ჩვენ აუხსნათ თეორია, ანუ ზუსტად ამას ვლაპარაკობ, რომ რა შუაშია ბოლშევიკი, ანუ ყველა სტრატეგიული კომუნიკაცია დგას მარტივ გასაგებ ენაზე და ერთ იდეაზე. სტრატეგიული კომუნიკაციის მიღმა არის ჩვენი პროცესი, ვიდრე სტრატეგიული კომუნიკაციის ბოლო შედეგი. არა, ბოლო ტექნიკური მხარეა. სტრატეგიული კომუნიკაცია მე მგონია რომ ბოდი შეიძლება რას ვამბობ. ლევანმა ახლა ძალიან საინტერესო რაღაც გააკეთა თავიდან თქვით რომ ორი ფილოსოფოსი და ორი პრაგმატიკოსი იქნებით, მაგრამ სიმართლე რომ ითქვა პრაგმატიზმი ფილოსოფიური სკოლაა და არა ეს ვიხუბრე ლევან ეხა თუ მაგრამ გულზე არ მოხვედრია მაგრამ ანუ რას ვამბობ ხლა ამ შემთხვევაში მე მგონია რომ თავისთავად ეს პერსპექტივა რომელსაც ლევანი თავაზობს ეს სწორი არის რაღაც ეგრეთ წოდებულ რაღაც ძალიან ეს გაფართოებულ ზოგადობაში მაგრამ თავისთავად როდესაც პოლიტიკაზე არის საუბარი პოლიტიკის ამოცანები არის ყოველთვის აქ და ახლა რა თქმა უნდა პოლიტიკოს უნდა კონდეს რაღაცა ზოგადი წარმოდგენა თავის თავზე თავის ცხოვრებაზე როგორი თავდადებული უნდა იყოს რა უნდა გააკეთოს და ასე შემდეგ და ლევან შენ ამბობ აბსოლუტურად მართალი ხარ მაგრამ ამავდროულად მან უნდა იზრუნოს ყოველდღიური ყოველწუთიერი ყოველსაათობრივი ამოცანის გადაჭრაზე შეიძლება ესა თუ ის ამოცანა ეგრევე გადაჭრილ ვერ იქნას თუნდაც აი თქვენ რასაც ვამბობ რაღაცა რიტორიკული ხერხებით message box-ი მეც დიდათ არ მიყვარს ეგ სიტყვები მაგრამ გზავნილი სწორი გზავნილი დავარქოთ ამას რომელიც ადამიანის გონება აღიქოვს მარტივად იმაზეა ესო თუ ჩვენ უბრალოდ ესეთ რაღაცა ძალიან ფილოსოფიურად გადავდგავთ უკან ნაბიჯს და ესე შევხედავთ რომ აბა ეხლა გამოვა თუ არ გამოვა ჩვენ შევაჩერებთ იმ მოძრაობას რომელიც აუცილებელია რომ არ გაჩერდეს ეს მოძრაობა შეიძლება ლევანმა გადადგა ეს დაბეჭი უკან? ჩემთვის დაახლოებით ესეთი შტაბ-ჭრილება დარჩა რომ მოდი ახლა რაღაც step back გავაკეთოთ და შევხედოთ რაღაცა ისეთი ამბავ რომ აბა უფრო გავაფართოთ. კი, რა თქმა უნდა, ამაში გეთახმებით ვიდრე step back, მაგრამ ვიცურებ შევხედოთ. ზუმაუთი იყოს, რა ვიცი, არაფერი ისეთ პრობლემა არ არის მე ამ ორ შორიდან შევხედოთ მოგად დისტანციით. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ შორიდან ვერ ვუყურებთ, იმიტომ რომ უშუალოდ ამ მოვლენათა ცენტრში ვართ და მოგვიწევს აუცილებლად ძალიან კონკრეტული თუნდაც message box-ის შეთანხმება და ჯობია რომ ესეთი რაღაცებზე ვიმუშაოთ და გეთახმები ამაზე თქვათ ის საფრთხეები თქვენ რასაც ამბობთ რომ რა შეიძლება იყოს თქვათ მაინც და მაინც ყველამ ერთი და იგივე ილაპარაკოს და ასე შემდეგ და როგორ შეიძლება რომ მართლა რაღაც პატარ-პატარა ავტორიტარებად ჩამოყალიბდნენ ეს ადამიანები მაგრამ ამ საფრთხეების გათვალისწინება და განეიტრალება შესაძლებელია რა თქმა უნდა კონსულტაციებით მაგრამ კონსულტაციები როგორც ესეთი ჩაღრმავებული კი არ უნდა იყოს არამედ უნდა იყოს მიმართული ყოველ ჯერზე რაღაც ძალიან კონკრეტული მიზნის მიღწევაზე და ეს მიზნები აი მაგალითად თქვენ რაც ახსენეთ ხო ერთ-ერთი მიზანი ჩვენ გვაქვს რომ მაგალითად როგორც ლელოები იტყოდნენ გამოუგლიჯოთ განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა არ იყო ეს message box-ი აი ეგა გამოგლეჯო არ იყო დღეს დავიწყოთ დღეს დავამთავროთ არ იყო message box-ი არა ხომ იხდა ყველა შედეგი რა იყო არა ეს იმიტომ რომ უშედეგო იყო და მაგითო გამოგლეჯვაზე არ სხვა რამეზე ვლაპარაკობ ადამიანების აი შემიზეც ამბობ იმ ადამიანს და ის ადამიანები სამწუხაროდ ლევან უმრავლესობა არიან მე ვერც მე და ვერ შევცვლით რეალობას საფათო მესიჯით მიიღო ერთმა არჩევნებში არა შენ მოყავს მაგრამ ეხლა როცა მეორეს ამბობს რომ საქართველოს კორუფციის გარეშე ქონდა ეს მესიჯი სააკაშვილს და ძალიან კარგად იმუშავა მესიჯმა 2003-ში ხო და ეხლა მით უმეტეს message box-ის ეხლა მით უმეტეს როცა ტროლბოსებ ბოტებით თელა მესიჯების ჩანერებას აფირებენ ადამიანების გონების box-ის მიიღო ძალიან ბევრი კომპონენტი იყო ეს message box-ი შეიძლება ზედაპირზე ჩაგვიყვანოს ფუნდამენტურად სხვა პროცესი მიმდინარე 2002 წლიდან დაწყებული იქ იყო კონკრეტულად ძალიან კაფეო ფორმირებული პოლიტიკური ზალა, რომელიც მე არ მომწონდა მაშინვე, ახლა შემიძლია გითხრათ, მაგრამ როგორც ეს თქვა კლასიკურ გზას განვითარების და ძალაუფლებას და მოსვლის, ეხლა ვხედავ, ან როგორც პოლიტექნოლოგი თუ პოლიტანალიტიკოსი, როგორ ფუნდამენტურად იცვლებოდა ეტაპობრივად ეს message box-ი კი არა, ფუნდამენტური ძროები იყო, რომელმაც მოიცვა ნოემბრამდე, 2003 წლის ნოემბრამდე მთელი სახელმწიფო ვერტიკალი არის, საშუალო და ქვედარგოლები. და საბოლოოში უბრალოდ გაფორმდა 23-ში. და რეალურად რევოლუცია, ესე ვთქვათ, მშვიდობიანი უკვე
მოხდარი იყო, ანუ ფუნდამენტი იყო შეცვლილი. ხო და არა ეს რევოლუცია რა ფუნდამენტი იქ ვიყავი. კამპანიის ლოზუნგი იყო. არა, რასაკვირველია, იმიტომ რომ კორუფცია არა. იმიტომ რომ კორუფცია იყო მთავარი პრობლემა. ახლა 98 წლიდან ჟურნალისტები 24 საათში მუშაობდი, მაშინ როდესაც 2000 მთავარი პრობლემა. კორუფცია არ იყო, საზოგადოების პრობლემა ყველაზე დიდი. არ არის, ანუ ადამიანების აღქმაში კორუფცია ყველაზე დიდი პრობლემა. ადამიანების აღქმაში უიმედობაა ყველაზე დიდი პრობლემა და ის ჩემთვის არა, მაგრამ საზოგადოების 80% თუ რაღაც 90-ს მისა იმედი 2001 და 2 წლიდან დაწყებულა სამში შესულა. ერთ აზრზე ვარ, მაგრამ განსხვავებულ რამე ერთი წამი. რა იყო ის იმედი, გეტყვი. წარსული უშუალოდ სააგაშოის, ანუ იუსტიციის მინისტრი რო იყო, ხომ მე მაშინ სტუდენტი ვიყავი და რაც ხედავდი, რაღაცა პატარა რეფორმა, მინი რეფორმა ისეთ ჩაატარა, რომ მისამისოს დაერთმალი რაც კაცები და კორუფციას ებრძოდა და შენ იცოდი, ეს უბრალოდ ტიპიკი არ არის, რომელიც ქპირდება რო კორუფციას ნამა, იცის რომ რაღაცა გააკეთა უკვე იუსტიციის სახში კორუფცია არ მოხდა თუ რა, ანუ ბაზა იყო იმის, ანუ იმედს ჰქონდა საფუძველი, რომ ეს გაღვივებული ეს ბაზა არ არსებობდა შესაძლებლობა. ხო და მე ბატონო ამგვარი ბაზა დღეს არ არის. მაგას ვიძახი რომ თუ საუბრობთ რომ რა არის გამოსავალი არის ზუსტად ამ ბაზების შექმნა, ხო და ბაზების შექმნა არის პირველი გულახდილად აკეთო ის გჯერა, ვისაც როგორ ჯერა რა ეგ. ანუ დიდი ერთიანობა კი არა, იმიტომ სტერილური ხალხი მე რომ მეუნება აი მას რომ დავიწყებ, დავამთავრებ ან გამოვგლიჯავ რაღაცა. სულ ეგ შეკითხვა მქონდა ხა უნდა ჩაიარა ხო, მაგრამ ვინ უნდა ანუ ვინ არის, როგორ გლეჩს, ანუ რას გლეჩს ხო? ანუ ეგ ხო სასაცილო იყო რაღაცა. გამოგეჯო ხა სასაცილო იყო. სასაცილო იყო ბაზა არ ქონდა, მაგრამ იგივე რო ეთქვა პაბლო ესკობარ სიტყვაზე რომ გამოვგლიჯი იმას, ხო იცი რომ ამას ნახევარი კოლუმბია გადახურული იყო. აი მაგას ვამბობ, მესიჯს ქმნის, არა მესიჯი რეალობა და ვინ ამბობს და რა კონტექსტში ამბობს. მე ასე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ხარ ამაზე რომ ლაპარაკობთ, ხო, ანუ რეალურად როდესაც შენი მოყვანილი მაგალითები, ხო, ანუ ძალიან კარგი მაგალითი იყო მაგალითად კარლ მარქსი და კომუნისტური პარტიის მანიფესტი, ხო, ანუ ჩვენ როდესაც ამ თქვა ნაწარმოებებს ან ეგრეთ წოდებულ თქვა სიტყვით სპიჩებს რასაც უსმენთ, ხო? ეს სპიჩები არის ძალიან კარგად ჩამოყალიბებული ნათელი მესიჯები, რომელიც გარეშეც უბრალოდ იმის გაკეთება შერასაც ამბობ, რომ აი გულწრფელად ადამიანმა იმუშაოს და გააკეთოს. უბრალოდ შეუძლებელია. ახლა მაგალითად კომუნისტური პარტიის მანიფესტი რო წაიკითხო, შენ ნახავ, რომ იქ ამაღელვებელი რაღაცეებიც არის დაწერილი. ემოციას უნდა მოქმედებდეს ეს ძავნილი რასაკვირველია. ბოლოს საერთოდ პოეტური სიტყვებით არის, რომ შეერთდით, ხო? დასაწყისიც აჩრილი დასაწყისი. რა თქმა უნდა, მაგაზე არის ახლა ლაპარაკი და როდესაც თქვა მე და ეკა ფილოსოფოსი და პრაგმატიკოსი გიპირისპირდებით თქვა გეკამათებით თქვენ ჩვენ გულისხმობთ არა იმას რომ აი ეს 1000-ჯერ უკვე არც მოხარშული და იგივე ნახაში შევთავაზოთ ხალხს არამედ ლაპარაკი არის რომ თვითონ აი ამ ლაპარაკს რიტორიკას საუბარს ადამიანებთან მუშაობას ახალი სისხლი შევძინოთ და ახალი სიცოცხლე და ეს ანუ კომუნიკაციის ზენა უფრო ცოცხალი უნდა გახდეს, უფრო ადამიანების ინტერესზე მორგებული უნდა გახდეს, ადამიანის გულისცემას უნდა აი თუ არის მან დაარტყა გულისცემა თუ არა აუჩქარდა შენ სიტყვაზე, ესე იგი შენ სიტყვას ფასი არ აქვს. პირდაპირ ეს არის. ბუნება, ისე ვიძახი. ადამიანის ბუნება და ვერ შეცვლის შენ ამას. ისევ რა ხედვა იმ პოლიტიკის დიდის რა და მაგიტო არის ყველა კომპონენტი გასათვალისწინებელი რა. მარტინ ლუთერ კინგი რო იძახის რომ მე ოცნება მქონდა მანამდე 11-14 დემონსტრაციის შავკანიანები იმაზე ფანერებს ჩამოკიდეს რომელიღაც ქალაქებში. პოლიცია ურტყავდა, იქ მარკოლინ მიქსი ტერორისტულ ორგანიზაციას აკეთებდა. ეს შავკანიანები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკვე ამ ლინკოლნიდან მოყოლებული რაღაცა იდეებზე დგანან და თავისუფლებად რომელ ქალაქში თქვა ეგ სიტყვა და რატო არ თქვა ოკლაჰომაში სიტყვაზე, სადაც ტეხასში, ხო? ძალიან დიდი პროცესი არის. ჩვენ ხედავთ ერთ სიტყვას ერთხმად ბავშვებს ვასწავლეთ. აი თქვა და გათავისუფლდნენ ისინი რა და სინამდვილეში შერასაც ამ უკვე მე ჩემთვის რატო ვართ მოგებულები რა ამ თვალსაზრისით რა, იმიტომ რომ პირობთ აი ლევანი წავიდა პოლიტიკური პარტიაში არის ახლა ისე პოლიტიკური პარტიას არ უღესტრინებენ მაგრამ ეგ არის ეგრე არის ხო ამ რამდენი პარტია არ არსებობდა სოფლიოში დაურეგისტრირება რომელსაც ზრება მოახდინა ხო სიმონ ჯანაშია მარტო ამ პარტიაზე რო ვისაუბროთ ხო რამდენიმე ადამიანი არის რომელსაც რაღაცები აქვს უკან გაკეთებული იცის ახლა სიმონ ჯანაში განათლებაზე ვლაპარაკობს გვარს არ დავასახელებ ისეთი ხალხია მართლა იმ რეფორმის ავტორები ნუ სასაცილო არის და ვინც მასწავლებელი არის საქართველოში რო დაუდო ორი ფოტოსურათი სიმონ ჯანაშის ნებისმიერი სხვის რომელსაც რეფორმა დააინიცირა ანუ რეფორმასაც ნუ ვიხმარებ და აი რეფორმის ხმარებაც არის შეცდომა იმიტომ რომ მაინც რეფორმა დადებითი სიტყვაა კი ბატონო რეფორმა დაუძახოთ რეფორმა კი ბატონო ხო მიტაცება ძალაუფლების იმის უნივერსიტეტებში და სკოლებში ხო ამიტომ ეხლა უცებ მაგალითად შაშან წინ სიმონის მაგივრად რომელიც პოლიტიკაში უშუალოდ პოლიტიკაში არ იყო თორე განათლების
შესახებ კომენტარს აკეთებდა ხოლმე, ეხლა უკვე პოლიტიკიდან ლაპარაკობს, ხო? ამიტომ შესაბამისად ეს ყულაბა, რაც სიმონს თავის დროზე ქონდა უბრალოდ როგორც მეცნიერი, რომელიც განათლების საკითხით არის, ეხლა უკვე პარტიაში ნელ-ნელა გროვდება. გროვდება იმ თვალსაზრისით, რომ ვიღაცა ამას რომ უსმინე გუშინ პარტიის წევრი, როგორ ლაპარაკობ. პროცესი არის. მერტო ანუ მართლა გეუბნებით, მესმის რასაც ამობდა, მართლა დღესვე ვისწრებდი ყველაფერს, მაგრამ პროცესის თვალსაზრისით ფიქრობ, აბსოლუტურად პროცესი გეთანხმები. უკვე სადღაც მოვიგეთ, ხო? სადღაც გამიჩნდა. პროცესი აბსოლუტურად გეთანხმები, პროცესი უნდა იყოს ანუ საზოგადოების არსებულ შიდა დინამიკას უნდა ასახავდეს ეს პროცესი, იმიტომ რომ თუ ის თავზე მოხვეული აუცილებლად იფეთქებს როგორც კონტრრევოლუცია და თუ ის არის საზოგადოების შიდა განვითარების დინამიკასთან ერთად პარალელურ პროცესში, მაშინ ამას მოაქვს ისეთი კარგი მაგალითები, როგორც არის თქვა ბრიტანეთის, სადაც საერთოდ არ ყოფილა სისხლიანი რევოლუცია მაგალითად, მაგრამ იმიტომ რომ ყველა ცვლილება ეთანხმებოდა შიდა განვითარების დინამიკას. ვინ იგებს ლაპარაკში? ამ პროცესზე გეთანხმები, მე ვამბობ, რომ საკომუნიკაციო, ანუ გაერთიანს კიდე ერთხელ რო შევკრა, ანუ შეიძლება ჩემი აზრი რო უფრო გასაგები ნახო, რომ მე არ ვლაპარაკობ საკვანძო სიტყვებზე ვლაპარაკობ, რაზეც შეგვიძლია შევთანხმდეთ. ის კი არა რომ შენ არ ეთანხმები და უბრალოდ უნდა დაეთანხმო, რადგან ერთიანობა, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რაზე ვთანხმდებით და შემდეგ სწორად უნდა მივიტანოთ ეს მესიჯი ადამიანებამდე. შენი მსმენელი ყავს, მე ჩემი მსმენელი ყავს, ლევანს თავის მსმენელი ყავს, იმიტომ რომ ყველა ჩვენი ენა გვაქვს, რომელიც ვიღაცისთვის უფრო გასაგებია, ვიღაცისთვის უფრო გაუგებარი. შეიძლება ვსწრებოდე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა რაღაცა განსხვავებები გვაქვს, არ ჩანს როგორც დაპირისპირება. და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ იმ თავით გვაქვს სურვილი, რომ ერთმანეთს გავუგოთ. ზუსტად ეს არის პოლიტიკაში გადასატანი. ანუ განსხვავებულობა უნდა შევინარჩუნოთ. ის საუბარი, რომელიც შეიძლება ჩვენ გქონდეს, ის რთული შეიძლება ლექსიკაც იყოს და რთული ასახსნელიც. მათ შორის სხვადასხვა ოცნების ნარატივიც ესე უცებ ერთ მესიჯად არ გამოსულა ომს გვაძალებენ ეს 2 წლიანი მინიმუმ 2 წლიანი კამპანია იყო, რომელსაც მე დააშენს. ანუ ეს თქვა მე ისე ჩვენს დისკუსიას რო დავუყო, დისკუსია არ იწევს ხალხში ჩვენს ასე ვთქვათ ჩვენს მიმართ წინააღმდეგობას არ ან ჩვენს ასე ვთქვათ დაპირისპირებად არ წარმოაჩენს. იმიტომ რომ არც ვართ ესე ერთთან მოაზრეები ვართ, უბრალოდ გზებზე ჩვენი კამათ იმ თავით არ არის დაპირისპირება და ჩვენ ეხა პოლიტიკური დისკურსი უნდა ოპოზიციურ პოლიტიკურ დაპირისპირებიდან კამათში გადავიტანოთ მინიმუმ. შეიძლება ამ კამათის ნაწილში მე ვიღაცა რა სულ არ მეგონა, მაგალითად მე დავლებანი რომ ამ ნაწილში ესე უფრო სინქრონული ვიქნებოდით, ხო? რატო? უბრალოდ ნუ ამის ესე მოხდა. იმიტომ იმ თავით არ აქვს ჩვენ დაპირისპირების ასე ვთქვათ სული. ამაშია საქმე, რომ ზუსტად პოლიტიკური სისტემა ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ საზოგადოებასთან ურთიერთობის ასე ანალოგიებია ზუსტად. ანუ პოლიტიკაში უნდა გადავიდეს მრავალფეროვნული უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ არ უნდა გავხდეთ ოცნებისნავი ერთსახოვნები, იმიტომ რომ ამაში ეს გამოვადა არც არის კოორდინაცია უნდა შევქმნათ. კოორდინაცია ის რომ ჩვენი ამოცანა იქნება არა დაპირისპირება კამათი რომ უფრო უკეთესი გავაკეთე, ეს უკვე ძალიან კარგი სურათია საზოგადოებისთვის, რომ დაინახოს რომ ამ ხალხს შეუძლია საუბარი კომპეტენტურად იკამათებენ და რაღაცა შეთანხმდებიან და რაღაცა გამ. ეს არის რომელიც მოდელირება კიდევ უნდა გადავიტანოთ იმაზე რაც არის პოლიტიკურ პროცესში და ამაში აქტორების სტანდარტული ასე ვთქვათ პარტიული აქტორების გარდა უნდა იყოს უფრო მეტი, იმიტომ რომ მართლა სიმონ ჯანაშია მე მარტო მითი ვიცი რომ განათლებაზე მუშაობდა, მაგრამ პარტიის წევრია და ძალიან კარგია პარტიაში თუ პროფესიონალი იქნება. პოლიტიკური, ანუ ტექნოკრატს კი არ გულისხმობ, მაგრამ პოლიტიკოსი პროფესიული ბექგრაუნდით არის ძალიან ძლიერი, ბევრად უფრო ვიდრე ზოგადი არაფრის ვთქვათ, ხო, ჯენერალისტი, რასაც ვქო, რომელიც ყველაფერი იცის და არაფერი არ იცის. რაც მოიცვა და ხო მე თვითონ ხედავ ხოლმე ჩემ პროფესიულ მიმართულებაზე ყველაზე ნაკლებად მიწევს, იმიტომ რომ სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ისეთი პოლიტიკური ველი გვაქვს, სადაც ტელევიზიაში რო გეძახენ, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობთ და მომზადებასაც ვერ ვიწყებ, იმიტომ რომ რას მოვემზადო, არ ვიცი და როგორ წავა საუბარი, ისევ საუბარი. ამიტომ ეს პროფესიონალური მიმართულებები პარტიაში, პარტიულ საქმიანობაში, პარტიულ კამათში, პარტიათა შორის კამათში არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, რომელიც შეცვლის დღის წესრიგს და მართლა მე შესაძლებელი იქნება დამარცხება იმ პრიმიტიული პროპაგანდის, რომელიც თქვა პრიმიტიული ეს პროპაგანდა აბსოლუტურად არ არის რთული. უბრალოდ განამტკიცეს ჩვენ რომ გამოგვეპარა და მე ვთვლი რომ ასე ვთქვათ, მეგონა რომ არ გამოვიდოდა, რომ განამტკიცეს რომ ომს გვაძალებენ, აი ომს გვაძალებენ ნარატივზე დაშენებული ყველაფერი უკვე უფრო დამაჯერებელი გახდა და ომს აი ამაში ამაში შევცდით რომ ლევანის მაშინ ლევანისავით ფიქრობდით და ესე ვჯელობდით რომ ეს რა ვერ აი ამ სისულელეს ახლა ხალხი რომ დაიჭერებს. მაგრამ მე იმის თქვა მინდა რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა. ეხლა მე და ლევანმა რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ
ყოველ შემთხვევაში მე სრული ნდობა მაქვს მის მიმართ, მისი ინტელექტის მიმართ, მისი კეთილსინდისიერების მიმართ, ამიტომ ნდობა შემოდის ისე ვარ, ჩვენ გვენდობა. ხო, მაგას ვამბობ რა, ამაგიტო გამოვა ჩვენ შორის დისკუსია. მაგიტო რაც არ უნდა ცხარე კამათი არ უნდა გქონდეს ჩვენ ერთმანეთის აზრი ერთად ისევ დავჯდებით კი არა, მუდმივად დავჯდებით და ერთმანეთის აზრი მუდმივად დაგვაინტერესებს. არ ვიცი, ესე არის თუ არა ორმხრივი. მე თავს დავიცა უბრალოდ ერთი ელევანივით ფიქსად შეეხება, ანუ ტელევიზიაში ვიყავი, რაღაც წელიწადნახევრის წინ და რაღაც აი საკითხი რომ რაღაც პროპაგანდა და მე ვთხარი რომ რაღაც ომი გარდაუვალი არის რუსეთთან ამ ფორმაციით როგორც ვართ, იმიტომ რომ ეს თუ ეს შერჩა რაც უკრაინაში გააკეთა, ეგ აუცილებლად მოხდებოდა, ჩვენ თუ ესეთ დაუცველები ვიქნებით ევროპის გარშემო, ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის როგორ ვემზადებით იმისთვის, რომ შეიძლება დაგვემართოს. აი ეს წინადება თქვენი რა. არ ვიცი, ჩამოვიდა იქიდან პროცესებით რა კაუჭით გამიტანეს ეთერიდან კი. ვერ მივხვდი საერთოდ ჟურნალისტი როგორ ამიყირავდა და საინტერესო საკითხი არის და ანუ საუბრობდი მაგაზე რა მე არ მქონდა ის რომ რაღაცა პირიქით ვიცი სადაც იყო მაგაზე ლაპარაკი მოდი არ ვახსენოთ იმიტომ რომ ჩვენთვის სამგებიანი არის და მე პირველად შემთხვევაში მივხვდი მის ჯიბოქსი როცა დაუპირისპირდა იმას რაც მართლა ვფიქრობდი რა და მე დიდხანს ვფიქრობდი რომ შეცდომა ხარ დაუშვი ხა ომი ვახსენე საერთოდ მაგრამ ესე ვფიქრობ და ესე იყო ამ წელი წლების განმავლობაში პირიქით ახსნაზე ანუ შენ თუ მიცნობ და მიცნობ კი შენ ძალიანაც არ ამიღია ხელი რა არა შენ ამზადებ იდეისთვის რაღაც შესავლით ამწიფებ ადამიანს, საიდაღაც ძალიან საინტერესოა და როცა მომენტი დადგება, სხვა დააკეთებ თავად. აი ეს რაღაცა ამზადებ, რაღაცა ამბავს უყვები და მე აი ამ კონტექსტში არჩეულებრივად სვამ სათქმელს და შენ ყავს შენი ერთგული აუდიტორია, რომელიც ამას ისმენს. უბრალოდ ეს აუდიტორია რომ და ძალიან ფართო არ არის, ესეც სამწუხაროა. რო შევიგინო მეტი მომისმენს, მაგრამ მაგზის ამჟამად მაგას ვიძახები მეტი არაფერი. კი ბატონო. სოლიბროს სწორი, ამიტომ შენი გზით უნდა იარო. ვიღაცა გამოჩნდება, რომელიც ამ სხვადასხვანაირად იტყვის, მაგრამ თუ საკვანძო სიტყვებში დამთხევა გვაქვს, მე იმას ვამბობ, რომ მიზანს უფრო მარტივად მივახცევთ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა. ლევან ღამბაშიძე, ლევან შატბერაშვილი და დიმა ცკიტიშვილი იყვნენ ჩვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა. ამერია ფურცლები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ ხართ პლატფორმაზე მისმინეთ, დაგვიჭირეთ მხარი პოსტების გადაზიარებით, დალაიქებით და ჩვენი მოსმენით და იმის გაზიარებით თქვენი ახლობლებისთვის, რომ ამ პლატფორმაზე საინტერესო პოდკასტები კეთდება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ჩემს არჩეულებრივ სტუმრებს, მე მგონი მშვენიერი გადაცემა გამოგვივიდა.